და თეონა ბაკურიძესთან ერთად ჩვენ სხვებზე ადრე ვაჯამებთ დღეს. გადაცემის პირველ ნაწილში გიყვებით ახალ ამბებს, მოგვიანებით მეტს ვიდრე ახალი ამბები. სტიქის ზონა ფართოვდება, გურისა და აჭარის შემდეგ დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემები უკვე შეიქმნა იმერეთში. ჩაკეტილია 150-მდე სოფელი ელექტროენერგია არ მიეწოდება 10,000-ობით აბონენტს, მოსახლეობის ნაწილი დარჩენილია გაზის გარეშე. სტიქის ზონად რჩება გურია, სადაც საკოორდინაციო შტაბი ამ დრომდე ვერ აზუსტებს, რამდენი სოფელია მოწყვეტილი გარესამყაროს, რამდენ ადამიანს სჭირდება დახმარება. ევაკუაციის საჭიროებას ვერ ხედავს თავად ირაკლი ყობახიძე, რომელიც მეორე დღეა განცხადებებს მხოლოდ სამთავრობო მედიისთვის აკეთებს. ფორმულა ცდილობს ინფორმაციის შეგროვებას, დეტალურად გიამბობთ ცოტა ხანში, მანამდე კი თამარ თედიაშვილი უნდა შემოგვიერთდეს ბოლო ინფორმაციით პირდაპირ ეთერში. ის სხვათა შორის გურიისკენ მიემგზავრება, მაგრამ როგორც ვიცი, ჯერ ბათუმიც ვერ დატოვა. თამარ, სათხარ მოგვიყევი. თეონა, რამდენიმე თითქმის საათნახევრიანი მცდელობის შემდეგ ბათუმი დავტოვეთ. ბათუმის გასასვლელში ვართ, ბენზიში, თუმცა ბათუმში გადაადგილება კვლავ რთულია. ახლა გათოვდა, მთელი დღის განმავლობაში არ თოვდა, ახლა ისევ გათოვდა ბათუმში. გზები გაუწმენდავია, როგორც წინა დღეებში, მანქანებს გადაადგილება უჭირთ და საკმაოდ რთული ვითარებაა. თუმცა გაცილებით რთული მეტეოროლოგიური პირობებია გურიასა და იმერეთში. დღის განმავლობაში გვაწვდიან ჩვენ გურიიდან მოქალაქეები ინფორმაციას, რამდენად რთულია მათთვის პირობები ყოველდღიურად და რამდენად რთულდება უფრო და უფრო. თითქმის 6 დღიანმა გადაუღებელმა სერიოზული პრობლემები შექმნა, როგორც ოზურგეთში, ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. თავიანთი ძალები ილობენ სოფელში. მესამე დღეა უკვე ამ მდგომარეობაში ვართ, მესამე დღეა ჩამონგრეულია, არავინ არ ყოფილა საერთოდ. სამაშველოდანაც დამირეკეს. რაღაცა საკვებს მაინც მოგაჭრით, არც ეგენი არ მოსულან, საპატრულოდანაც დამირეკეს, არც ეგენი არ მოსულან. არავინ არ არის საერთოდ ნამყოფი ჩემთან პირადად. მესამე დღეა თითქმის შიურები ვართ ცარიელე პურზე. ვითხოვე გუშინაც ვიყავი ჩასული ქვევით, რომ გზა მაინც გაგვიწმინდეთ მეთქი. არავინ აბსოლუტურად არავინ არ მოსულა. გამგეობაში გამგებელს ბევრჯერ ვესაუბრე, ბატონ ვეფხვია სიხუაშვილს, დამპირდა რომ გავწმინდავო. ხან იღებს ტელეფონს, ხან არ იღებს ტელეფონს. აი ესეთ მდგომარეობაში ვართ. აი რამ ხელაზია გახსნილი, ესაც მალე ჩავარდება. აი ესეთ მდგომარეობაში ვართ, აი რა მდგომარეობაში ვართ, ეს კიდე ქვევით ვერ ჩავდივარ, რომ კარგად გადავიღო. თოვლის საფარმა 2 მეტრზე მეც უკვე გადააჭარბა. აბსოლუტურად თოვლის ქვეშაა მოქცეული სოფელი. არა გვაქვს ცენტრალური გზა. წუხელის ღამის 4 საათზე შეუძლოდ გახდა დაბლა უბანში მაცხოვრებელი ახალგაზრდა ქალი, რომელიც საკუთარი ძალებით თავისმა ოჯახმა და მეზობლებმა ნიჩბებით ამოთხარეს მიწა თუ რაც არის თოვლი და ისე გადაიყვანეს რაღაცა მაღალი გამავლობის მეზობლის მანქანით სამედიცინო პუნქტამდე ღამის 4 საათზე დაწყებული გზის გაწმენდითი სამუშაოების საკუთარი ძალებით მოსახლეობის მიაღწია სამედიცინო პუნქტამდე. ყავს გარდაცვლილი. სტრესის ფონზე გულით ავადმყოფი მამაკაცი გარდაცვლილა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ზემოხეთ. მე დედაჩემთან გუშინ 7 საათის შემდეგ კომუნიკაცია არ მქონია, იმიტომ რომ ტელეფონები იქ საერთოდ სოფელში არავისთან რომ მე გავიგო რა მდგომარეობა, საერთოდ სოფელში ტელეფონები არ არის. გზა არ არის გათოლილი. შუქი არ არის. წყალი არ არის. მართლა ყველას ვთხოვთ დახმარებას, იმიტომ რომ 76 წლის დედაჩემი მარტო სახლში, აი ჭიშკართანაც ვერ მოვა, იმიტომ რომ გზა არ არის გაწმენდილი, სახლში არის სასმელი წყალიც არ მიეწოდება დედაჩემს. დედაჩემს არავის და არ ვიცი რა მდგომარეობა ან რა გვეშველება. როგორც გითხარით, რთული მეტეოროლოგიური პირობებია, როგორც იმერეთში, ასევე გურიაში, ლანჩხუთში, ოზურგეთში, ხონში, აბაშაში და სხვადასხვა რაიონებში ენერგოპრო მუშაობს აქტიურად, იქნა გამომდინარე, რომ ხეების მოტეხვის შედეგად დაზიანდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურა, როგორც ის ენერგოპროში აცხადებენ, დაზიანებულია სადენები, მუშაობენ ისინი მძიმე ტექნიკით, თუმცა არის ადგილები, სადაც მძიმე ტექნიკით მისვლა ვერ ხერხდება და უწევთ ფეხით მისვლა, მაგრამ
მათი თქმით არის ადგილები, სადაც ფეხით მისვლაც ვერ ხდება, შესაბამისად რჩება სოფლები და ოჯახები, ასეულობით ოჯახი, რომელთაც ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდებათ. ტიქის შედეგად დაზიანებული არის კომპანიის გადამცემი ხაზები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომლის აღდგენისთვისაც მიმდინარეობს საგანგებო რეჟიმში მუშაობა. ამ დროისთვის მობილიზებული არის საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტი და შესაბამისი ჯგუფები და ტექნიკა. მობილიზება კომპანიამ დაიწყო სტიქიის დაწყებისთანავე და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ართულებს აღდგენითი სამუშაოების თოვლის საფარი, სადაც ფიზიკურად ვერ შევდივართ, არის ეგეთი ადგილები. ცირთულები ამ ეტაპისთვის არის განსაკუთრებით გურიის რეგიონში, უფრო მეტად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტში. ტიქის შედეგად დაზიანებული არის გურიაში მუშაობს თავდაცვის ძალები, ასევე სამაშველო სამსახური, როგორც ინფორმაცია გვაქვს მოხალისეობრივი ჯგუფების ჩავიდნენ და ცდილობენ ადგილზე დარჩენილი მოქალაქეების დახმარებას, როგორც ჩვენთვის ცნობილია, გურიაში ამ წუთებში თავს, რაც ბუნებრივია ართულებს სამუშაო პირობებს, ასეულობით ოჯახი კვლავ რჩება გარესამყაროს მოწყვეტილი. მადლობა თამარ თედიაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში ჯერ კიდევ ბათუმის გასასვლელიდან ჩვენ სტიქიას გურიაში ვრცლად კიდევ ერთხელ დაუბრუნდებით. და ამ ფონზე ამ დროს რაში ხარჯავს ფულს გომელავრის უწყება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ყიდულობს სისტემას, რომლითაც დაშიფრულ მობილურ მოწყობილობებში შეღწევა იქნება შესაძლებელი. ოცნების მთავრობა თითქმის 7 მილიონი ლარის ღირებულების მოწყობილობების და პროგრამულ უზრუნველყოფას ყიდულობს ისრაელის კიბერუსაფრთხოების კომპანიისგან, რომლებიც მობილურ ტელეფონებში, კომპიუტერებში და სხვა ციფრულ აპარატურაში დაცული ინფორმაციის წაკითხვის შესაძლებლობას იძლევა. ინფორმაციას BMG ავრცელებს, გამოცემა წერს, რომ შესაბამისი კონტრაქტი გაფორმდა შეპასე Communal Technologies-თან, რომელიც საქართველოში სელებრიტეს ოფიციალური წარმომადგენელია. კომპანიის ვებგვერდის თანახმად ეს სისტემები გამოიყენება Android-ის, Apple-ის, Microsoft-ის, Linux-ის და სხვა ოპერაციულ სისტემებში დაცული მონაცემების წაკითხვისთვის. გერმანიის განათლებისა და კვლევის სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა. ამის შესახებ ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. ელჩის ინფორმაციით ჩერდება მათ შორის სტუდენტთა მობილობა, კვლევა და საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის პროგრამებში. მიზეზი საქართველოს მიერ აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა და ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაა. ფიშერის თქმით, ქართველებმა, რომელთაც გერმანული სტიპენდიებით გერმანიის უნივერსიტეტებში უსწავლიათ, ამ დანაკარგის შესახებ კარგად იციან. გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს მიერ საქართველოსთვის უკვე გამოყოფილი თითქმის 1 მილიონი ევროს ოდენობის ამჟამინდელი დაფინანსება რჩება, ასევე ჯერჯერობით ეს არ ეხება სტიპენდიის პროგრამებს, მათ შორის დაადის პროგრამას, მაგრამ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობის ყველა ასპექტს სინანულით ადევნებს თვალს და განიხილავს, აღნიშნავს ტვიტში საქართველოში გერმანიის ელჩი. მათმოელებისთან ეთგაზეთის დამფუძნებელს მზია ამაღლობელს კლინიკა ვივამედიდან პენტენსიურ დაწესებულებაში დღეს გადაიყვანენ. ინფორმაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს, მოხდა თუ არა უკვე ეტაპირება, ჯერჯერობით კლინიკაში არ აზუსტებენ. ცნობილია, რომ საავადმყოფოდან პენტენსიურ დაწესებულებაში მზია ამაღლობელის დაბრუნება თავად ამაღლობელის სურვილი იყო, ისე როგორც მას სურს მონაწილეობა მიიღოს 4 მარტს სასამართლო პროცესში. მზია ამაღლობელი 11 იანვრიდან უკანონო პატიმრობაშია, ის 38 დღის განმავლობაში შიბშილობდა, მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან სილის გაწმის გამო. როგორც ვივამედიდან მოგვაწოდეს ჩვენს ინფორმაცია, დღეს უკვე მოხდება ქალბატონი მზია ამაღლობელის გადაყვანა პენტენსიურ დაწესებულებაში, მისი მოთხოვნიდან გამომდინარე, როგორც გითხრეს, მზია ამაღლობელი ამას ითხოვდა კლინიკაში შეყვანის დღიდანვე, რომ დაებრუნებინათ პენტენსიურ დაწესებულებაში, თუმცა კლინიკა და ექიმები არ იძლეოდნენ ამის რეკომენდაციას და არ აძლევდნენ საშუალებას. ვინაიდან ახლა აძლევენ ამის საშუალებას, შესაბამისად უნდა მივიჩნიათ, რომ ექიმები თვლიან, რომ უკვე აღარ არსებობს ის განსაკუთრებული რისკები ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებასთან დაკავშირებით და მზია ამაღლობელის სურვილი დაკმაყოფილდება. ასევე ჩვენ ველით, რომ დაკმაყოფილდება მზია ამაღლობელის მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ 4 მარტის სასამართლო პროცესზე ბათუმში შეიძლება რომ დაესწროს, რაც ასევე მის სურვილია. მზია ამაღლობელთან ჩვენთან უტარდებოდა კვების აღდგენითი კურსი არსებული გაიდლაინის შესაბამისად, მიმდინარეობდა პროტოკოლის შესაბამისად
კვების პროცესი პარალელ რეჟიმში, რა თქმა უნდა, უტარდებოდა ლაბორატორიული კვლევები და მიღებული ანალიზის შედეგების შესაბამისად ხდებოდა კვების რაციონის შერჩევა. პროცესი მიმდინარეობდა შეიძლება ითქვას დამაკმაყოფილებლად, განსაკუთრებული გართულებების გარეშე. დღეს პაციენტი აცხადებს და ითხოვს გაწერას კატეგორიულად. ჩვენ ბოლო ლაბორატორიული კვლევის მონაცემების შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ პარამეტრები გამოსწორებულია. შედეგები კვლევის დამაკმაყოფილებელია და მისი დაჟინებული მოთხოვნით სავარაუდოდ დღეს დატოვებს კლინიკას. რაიმე საფრთხეს არ წარმოადგენს ხომ ამ ეტაპისთვის, რომ ის კლინიკიდან გადავიდეს საპატიმრო დაწესებულებაში? ამ ეტაპისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, დიახ. 41 დღეაში მშილობს თემურ ქათამაძე. მის ინტერესებსაც საია იცავს. ორგანიზაცია ითხოვს ქათამაძის წინააღმდეგ გამოყენებული ღონისძიების, ანუ დროებითი განთავსების ცენტრში მისი მოთავსების შეცვლას. ბათუმელი მეტროში 11 იანვრიდან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების centrშია. სხვადასხვა მიმართულებით აწარმოებს ის დავას საქართველოსთან გაძევების წინააღმდეგ. ორგანიზაციის ცნობით ქათამაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების მოთხოვნით 20 იანვარს მიმართა, რაზეც 3 დღის ვადაში უარი უთხრეს. რეალურად მას აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში, არსებობს მისი შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტები და აღნიშნული მხედველობაში მიღების შემთხვევაში, ასევე შიმშილობის ამ ვადის და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ეს არსებობს სინამდვილეში საფუძვლები, რომ გაძევების საკითხის განხილვამდე, ნაცვლად მისი დროებითი განთავსების ცენტრში ყოფნისა, გამოიყენონ კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ალტერნატიული ზომები, მათ შორის არის პოლიციის შესაბამისი ტერიტორიულ ორგანოში რეგულარული გამოცხადება, ან საქართველოს მოქალაქის თავდებობა, საბანკო გარანტია, ან გირაო. ვთხოვთ იმას, რომ შეიცვალოს ის ზომები, რომელიც მის წინააღმდეგ გამოიყენა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მას შეუძლია ეს შეცვალოს და შეუძლია, რომ ეს დროებით მოთავსებული, სადაც არის თავისუფლება, სადაც აქვს შეზღუდული, ეს რეჟიმი შეუცვალონ და ამ რეჟიმის შეცვლა არის სამართლებრივად სწორი და აუცილებელი ამ მოცემულ საქმეში. ამიტომ ეს შუამდგომლობა წარდგენილია, ჩვენ ახლა ველოდებით შემდგომ გადაწყვეტილებას უკვე უშუალოდ ადრესატის მხრიდან რას მიიღებს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამას ალბათ გავიგებთ უახლოეს დღეებში. პოლიტიკური ნიშნით დევნა რეორგანიზაციის სახელით მინიმუმ 9 ადამიანი გაათავისუფლეს თავდაცვის სამინისტროდან. ისინი ამბობენ, რომ ეგრეთ წოდებული რეორგანიზაცია იმ მოხელეებს შეეხო, ვინც ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მხარდამჭერ პეტიციაზე ხელი მოაწერა. მნიშვნელოვანია, რომ მათ უმრავლესობას სოდნა მიღებული აქვს ამერიკაში, ასევე ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში. ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის დასჯილი თანამშრომლების ნაწილი აპირებს დავას სასამართლოში, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ამას აზრი არ აქვს, ვიდრე სისტემას ივანიშვილის მორჩილი სანქცირებული მოსამართლეები მართავენ. 2016 წლის 1 იანვრიდან 9 წლისა და 2 თვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ ჩემი საქმიანობის გაგრძელების საჭიროება ვერ დაინახა. არასდროს დამავიწყდება აქ მოსვლის განცდები და ჩემთვის ღვთაებრივი 5-ჯვრიანი დროშის ფრიალით გამოხატული დაუსრულებელი ემოციები. ევროატლანტიკური გზა, რომელიც ერთადერთ სწორგზად მიმაჩნდა და მიმაჩნია დღესაც, იყო ერთ-ერთი მთავარი მამოტივირებელი ფაქტორი ამ კედლებში ყოფნისა მთელი ამ წლების განმავლობაში. ქვეყნის მთავარი კანონის 78 მუხლის ერთგულება და შესაბამისი განცხადების ხელმოწერა გამოხატავდა ჩემი პრინციპებისა და სახელმწიფოს მიერ არჩეული გზისადმი მტკიცე ერთგულების აქტს და აბსოლუტურად არაფერს სხვას. ასე და ამგვარად დასრულდა ჩემი 17 წლიანი სამსახური საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. ცხოვრების თითქმის ნახევარი ამ უწყებაში იმ შეგნებით გავატარე, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემქონდა თავდაცვის ძალების, ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის ხერხემლის გაძლიერებაში. ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ არ ჩათვალა საჭიროდ სასარგებლოდ ღირებულად ეს მცირე წვლილი. რას ვიზამთ, ასეთია გადაწყვეტილება, რომლის სამართლიანობაზეც სხვა დროს და სხვა ფორმატში ვისაუბრებ. 25 თებერვალია, რუსეთი ოკუპანტია, საქართველოს დიდება. დღეს ჩავიბარე ბრძანება თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლების შესახებ. ყველანაირი პათეტიკის გარეშე მქონდა პატივი. ვრჩები ქართველი ხალხის ევროპული ღირებულებების და საქართველოს საუკეთესო ეროვნული ინტერესების ერთგული. მადლობა ყველა თანამშრომელს გვერდში დგომისთვის, გამხნევებისთვის.
ოცნების საბიზნესში კვლავ მსახიობები და თეატრები არიან. ოცნებისა და ხალხის ძალის დეპუტატების ავტორობით ივანიშვილის პარლამენტში წარდგენილია პროექტი, რომლის თანახმადაც თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა უქმდება. რაც იმას ნიშნავს, რომ თეატრებს ერთპიროვნულად დირექტორი უხელმძღვანელებს, მას შეიძლება სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორის, მსახიობების ნებისმიერ დროს დანიშვნა ან მათთან კონტრაქტის გაწყვეტა. პროფესიული თეატრების მართვასთან დაკავშირებული საკითხების ახლებურ მოწესრიგებას ითვალისწინებს ახალი კანონი, რომელიც ოლიგარქის პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა. ძალიან უცნაურია, რომ თეატრებში ახალი კანონით უქმდება სამხატვრო საერთო ხელმძღვანელის თანამდებობა და დაგეგმილია თეატრების შემოქმედებითი საქმიანობის სრული დაქვემდებარება ადმინისტრაციულ და ფინანსურ დირექტორზე, რაც რა თქმა უნდა დაასუსტებს ქართულ თეატრს. ამავდროულად ნიშანდობლივია, რომ ამ ცვლილებების ინიციატორი არა კულტურის კომიტეტია, არამედ იურიდიული კომიტეტი, რომელსაც არანაირი წარმოდგენა არ აქვს, როგორც ჩანს, იმ კომპლექსური საქმიანობის თაობაზე, რომელიც თეატრებში ხორციელდება. ივანიშვილის გუნდის სამიზნე ასევე არის მედია, სადაც ოლიგარქი ცენზურის დაკანონებას ცდილობს. ახალი კანონ პროექტი, რომელსაც ოცნება ბრიტანულად წარმოაჩენს, პარლამენტში უკვე რეგისტრირებულია. ექსპერტებისთვის აშკარაა, რომ ეს კრიტიკული ტელევიზიების განადგურების მცდელობაა. ცვლილებებით კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას უფლებამოსილება ეზრდება. მაგალითად, კახაბექაურის უწყებას შეიძლება მაუწყებლის დაჯარიმება იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალისტი წინასწარი გაფრთხილების გარეშე ჩაწერს ინტერვიუს ან სატელეფონო საუბარს. იმ შემთხვევაშიც, თუ არხის გადამღები ჯგუფი ამა თუ იმ დაწესებულებაში თვის გარეშე გადაიღებს კადრებს. მედიას დააჯარიმებენ, თუ ის არ დაიცავს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს. თუმცა რა იგულისხმება ამ ტერმინებში, ან ვინ უნდა შეაფასოს სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, განმარტებული არ არის. ოცნება ამ დრომდე თვითრეგულირების ფარგლებში მოქცეული საკითხების რეგულირებას საკუთარ თავზე იღებს და ამტკიცებს, რომ საერთო სტანდარტების კონტროლია საჭირო. ჩავთვალოთ, რომ ეს არის შუქნიშანი წესები, ხო, წესი შუქნიშანიც არის გარკვეული წესი, სადაც არის წითელი, ყვითელი, მწვანე ფერები და ვიცით რას ნიშნავს წითელი, რას ნიშნავს ყვითელი, რას ნიშნავს მწვანე. წარმოიდგინეთ შუქნიშანი რომ არსებობდეს. და ეს შუქნიშანი იყოს გამორთული. თან ხდებით, რომ წითელი ნიშნავს უნდა გაჩერდო, ყვითელი მოემზადო, მწვანე ნიშნავს რომ უნდა სვლა დაიწყო. ამ წესებზე თან ხდებით, უბრალოდ ეს შუქნიშანი დღეს არის გამორთული. გათიშულია. და ეს კანონი რასაც აკეთებს, რომ უნდა ჩავთოთ ეს შუქნიშანი, რომ ამუშავდეს ეს წესები. როგორც საგზაო მოძრაობაში სახელმწიფო არის პასუხისმგებელი, რომ მოაწესრიგოს საგზაო მოძრაობა, აქაც სახელმწიფო იღებს თავის თავზე ამ პასუხისმგებლობას. საინტერესოა თუნდაც აი ამ კანონებს რო იღებენ, რას უპირებენ მაგალითად მათ ფავორიტ ჟურნალისტ ნათია ბერიძეს, რომელიც მაგალითად ყველანაირი რაღაცას რო გაიგებს, რო შეკრება არის რომელიმე NGO სექტორის ან რაღაცა მიდის პირდაპირ შევარდება შიგნით, ინტერვიუებს წერს, გაუფრთხილებლად, ფარულ კადრებს იღებს ხოლმე, რას უპირებენ იმათ, ხო? საინტერესოა, მაგრამ არაფერი აქ არის ქვეყანაში ჩვენ გვაქვს შერჩევითი სამართალი და ამიტომ ამ შემთხვევაშიც იქნება პასუხისმგებლობა შერჩევითი. ამ კანონის შემოტანით ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ახლა უნდა მოხდეს ცენზურის ინსტიტუციონალიზაცია. ცენზურა უნდა განახორციელოს სახელმწიფო ინსტიტუციებმა, უნდა იყოს ძალიან მკაცრი კონტროლი სარედაქციო პოლიტიკაზე, ჟურნალისტებმა უნდა გააშუქონ ის და ისე როგორც ეს უნდა. ცენზურის სისტემას ქმნის, რომელსაც სამწუხაროდ მომავალში დაემორჩილება და დაექვემდებარება არა მხოლოდ მედია, დაექვემდებარება წერლობა, დაექვემდებარება სხვა ხელოვნების და შემოქმედების სივრცეები და დაექვემდებარება ყველა მოქალაქე. ისტორიის მცველები ასე ქვია ჯილდოს, რომელიც იმ მოქალაქე ჟურნალისტებსა და ორგანიზაციებს გადაეცემათ, რომლებმაც საკუთარი წვლილი შეიტანეს დეზინფორმაციასთან ბრძოლაში, სამოქალაქო სოლიდარობის გაძლიერებაში. ეს სიმბოლური ჯილდოები ისტორიის მცველებს, თათია დათაშულს, თევნა ფანქველაშულს, გიორგი ჟამერაშულს და სხვა სამოქალაქო აქტივისტებს და მოქალაქე ჟურნალისტებს გადაეცათ. ჯილდო 2022 წელს დაწესდა, ის მიღებული აქვთ ქართველ და უკრაინელ ჟურნალისტებს, აქტივისტებს, მეცნიერებს და ხელოვანებს.
დღესვე გაიმართა მოქალაქე ჟურნალისტების ჰაბის პრეზენტაციაც, სადაც განთავსდება ორგანიზაცია მედიახმის მომზადებული ჟურნალისტების გზამკვლევები ქართულ, ინგლისურ, აზერბაიჯანულ, სომხურ და ჟესტურ ენაზე. ჰაბი გააძლიერებს აქტიური მოქალაქე ჟურნალისტების და პროფესიონალური მედიის თანამშრომლობას. მედია ორგანიზაცია მედიახმამ ისტორიის მცველების წლევანდელი დაჯილდოება გამართა. წელს ისტორიის მცველები გახდნენ მოქალაქე ჟურნალისტები და ის ორგანიზაციები, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს დეზინფორმაციასთან ბრძოლაში, ნამდვილი ისტორიული ნარატივების წარმოჩენასა და დაცვაში, სამოქალაქო სოლიდარობის გაძლიერებაში. დღეს მედიახმამ დავაჯილდოვეთ მოქალაქე ჟურნალისტები და ორგანიზაციები, რომლებიც აი ამ რთულ პერიოდში, კრიზისების დროს, სტიქიური უბედურებების დროს, პროტესტების დროს, არჩევნების დროს თავისი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ გაევრცელებინათ სიმართლე, შეიქმნა სპეციალური პლატფორმა, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ დაუკავშირდნენ სანდო მედიას და იყვნენ ისტორიის და სიმართლის მცველები. მოქალაქე ჟურნალისტების როლი არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ მედია ყოველთვის ყველგან ვერ იქნება. ამიტომაც არის რომ სოციალურ ქსელებში, Instagram-ზე, Facebook-ზე, TikTok-ზე და ასე შემდეგ ჩვენ ძალიან ხშირად ხედავთ არა მარტო რაღაცა ვიდეოებსაც, რაღაცა აუდიო ფაილებსაც, ტექსტებსაც, სტატუსებსაც, რომელსაც მე პროფესიონალური მედია შეიძლება დაეყრდნოს. ღონისძიებას დაესწრნენ სამოქალაქო ჟურნალისტები, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ისტორიის მცველების ჯილდო დაწესდა 2022 წელს და ის მიღებული აქვთ ქართველ და უკრაინელ ჟურნალისტებს, აქტივისტებს, მეცნიერებსა და ხელოვანებს. ზუსტად 7 საათამდე ვმუშაობთ ჩვენ დღესაც პირდაპირ ეთერში ახალ ამბებს პერიოდულად მივუბრუნდებით. ახლა კი ვთქვათ მთავარი, რამდენი სოფელია გარე სამყაროს მოწყვეტილი, რამდენ ხანში შეძლებენ ამ სოფლებამდე მისვლას. კიდევ რამდენ ხანს უნდა შეძლონ მოქალაქეებმა შუქის, გაზის, წყლის, გზის გარეშე გაძლება. რამდენ ადამიანს დაენგრა სახლი გურიაში, რამდენს დასჭირდა ევაკუაცია. მზად აქვს თუ არა ევაკუაციისთვის თავშესაფრების საკოორდინაციო შტაბს. ეს არის შეკითხვები, რომლებზეც ჯერჯერობით პასუხი სამთავრობო საკოორდინაციო ჯგუფს არ გაუწია. მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვება უკვე აჩვენებს, რომ სახელმწიფომ არ მიიღო სათანადო პრევენციული ზომები სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად, მაშინ როდესაც იცოდა ან უნდა სოდნოდა დიდთოვლობასთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ. რეგიონებში არსებული ღრმა სიღარიბე და მძიმე საცხოვრებელი პირობები მოქალაქეებს რთულ ვითარებაში აყენებს, რაც ასევე სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. ინტენსიური თოვლისა და ძლიერი ყინვის გამო საქართველოს რამდენიმე რეგიონის სოფლების ნაწილი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. გურიის, აჭარის, იმერეთის, სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილი კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება, მათ დიდ ნაწილს გაზი, ელექტროენერგია ან ინტერნეტი არ აქვს. მოქალაქეები უთითებენ, რომ ისინი ფაქტობრივად საკვების გარეშე არიან დარჩენილები და შეფერხებული საავტომობილო მოგზაურობის გამო ვერც დათოვლილი ტერიტორიის დატოვებას ახერხებენ. მედიისთვის ცნობილია მსხვერპლის შესახებ. ადამიანი გაიყინა ქობულეთში, ხუთსუბანში. მოქალაქე სახურავიდან გადათოვლის დროს გადმოვარდა და დაიღუპა გურიაში. ასევე გურიაში დაიღუპა 85 წლის ქალი, რომელიც მოხუცდება სული და სახელდება დიაბეტით გამოწვეული პრობლემები ან ინსულტი, ზუსტი მიზეზი უცნობია. სტიკის ეპიცენტრი არის გურია, როგორც თქვით, დახმარებას ითხოვს აქ ასობით მოქალაქე შველას და ამის შესახებ ყოველწუთიერად წერენ ჯგუფში მოხალისეები გურიისთვის. ნახეთ, რას წერენ აქ მოქალაქეები. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნინოშვილი სახლში ბავშვები და ქალები არიან, ვერ გამოდიან გარეთ, წამლები სჭირდება სახლის სახურავზე, დიდი თოვლია, რაც სახლის დაზიანების საფრთხეს ქმნის. ოზურგეთი, სოფელი ჯუმათი, უბანი ლაშე, არ არის წყალი, შუქი, არ არის გზა, თოვლის საფარი 2 მეტრამდე აღწევს. ცხოვრობენ ადამიანები, რომლების ხანში შესულები არიან, სახლები დანგრევის პირასაა, მოსახლეობას ეწურება საკვები. ოზურგეთის სოფელი მელექედური, ავარიულ სახლში 2 მარტოხელა ქალია, აუცილებლად სჭირდებათ სახლის გადათოვლა, იქნებ დაეხმაროთ. ჩოხატაური, სოფელი ქვენობანი, ჩაწოლილია ქალი, მისი შვილი, ისიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონია, მარტოები არიან, კაციშვილი არაა პატრონი. სოფლის გამგეობამ ვერ გეხმარებით ვერაფრითო. მთელი ღამი ისხდნენ და ელოდნენ, როდის ჩამოენგრეოდათ სახლი. სოფელი კოხნარი, მოსახლეობა ისევ მძიმე მდგომარეობაშია და ითხოვს დახმარებას. საკვების მარაგი ეწურებათ. სოფელი ანასეული, ასაკიანი ადამიანი ჩარჩენილია სახლში, სავარაუდოდ ტელეფონი დამჯდარი აქვს, ბოლოს კონტაქტზე 2 დღის წინ იყო. გურია, ჭანიეთი, კაკუთი, პარალიზებულია 5 დღეა. არავინ შესულა სოფელში, ტექნიკაა საჭირო, გზა არის გასაწმედი, ხალხს საკვები, მედიკამენტები უთავდება. ჩოხატაური, შუა ამაღლება, ქვიშნარა, გუშინ შუადღიდან ვეღარ გავდივართ კონტაქტზე 74 წლის ბაბუსთან, მარტოა სახლში.
სოფელი შრომა, მოქალაქე არის გულზე ნაოპერაციები, უკვე რამდენიმე დღეა ვერ უკავშირდებიან ოჯახის წევრები. ლანჩხუთი, სოფელი ჭანჭათი, ესაჭიროებათ დახმარება, თოვლმა ჩამოანგრია სახლის სახურავი. ოზურგეთი, სოფელი ბახვი, მოხუცი დედმამა მყავს 75 და 84 წლის. ჭიდან წყალი რომ ამოიღონ, იმის საშუალებაც კი არ აქვთ. დენი, გაზი გათიშულია, თოვლის სიმაღლით ფანჯრებს წვდება, ნელ-ნელა ქოლავს. მეოთხე დღეა კონტაქტზე ვერ გავდივართ 12-ში მცხოვრებ ასაკოვან ბებიასთან და ბაბუასთან. ერთს დიაბეტი აქვს, მეორეს ახალი გადატანილი ინსულტი. სოფელი ნაკადული, ჩოხატაური, მოხუცებულები არიან ჩარჩენილი, 75 წელს გადაცილებულები. დილით ვესაუბრე, თოვლი უკვე 2 მეტრსა და 20 სანტიმეტრს აღწევდა. ერთი მოქალაქე აქვეყნებს დანგრეული სახლის ფოტოსაც, საიდანაც თავად წერს, რომ 83 წლის ბებიამ ბიძამ და პატარა ბიძაშვილმა ძლივს გამოასწრეს, ფეხსაცმლის ჩაცმაც კი ვერ მოასწრო ბებიამ, ფეხში შველი იარა შორეულ მეზობლამდე, არავინ კითხულობს უსახლკაროდ დარჩენილების ამბავს. ამავე ჯგუფში იპოვით ასეთ ჩანაწერებსაც, იპოვეს, სოცხლები არიან, საჭმელი მიუტანეს, გადარჩნენ, გამოიყვანეს, უშველეს. ამას ზოგჯერ მაშველები აკეთებენ, ზოგჯერ მოხალისეები, ზოგჯერ ოჯახის წევრები. ასეთია მაგალითად ერთ-ერთი ისტორია, როდესაც ოჯახს გურიაში თბილისიდან ჩააკითხეს. 12 საათი მოანდომეს გზას, სადამდეც მანქანით მივიდნენ, მანქანით იარეს, შემდეგ ფეხით. ოჯახთან შეხვედრის კადრები ცხადია, ემოციურია. ესე გადავადგილდებით. გამოვიარეთ არ ვიცი რამდენი, ალბათ 9 კილომეტრი. აბა მოხალისეები აქტიურად არიან ჩართული პროცესში, ჩართულია ნანუკას ფონდი, მოქალაქეები თბილისიდან, ქუთაისსა და ბათუმიდან ჩავიდნენ გურიის სოფლებში, ცდილობდნენ მივიდნენ იმ ადგილებამდე, სადაც მანქანა ვერ აღწევს. ახლა გაჩვენებთ ერთ ვიდეოს, სადაც სავარაუდოდ მარტოხელა ქალთან მიიტანეს საკვები, წამლები. ეს კადრი აღწერს ვითარებას, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ დიდთოვლობა ერთადერთი პრობლემა ნამდვილად არ არის. ბებო უნდა გვირდით მოგიტანეთ რა ქვია ყველაფერი საჭმელი და წამლები მოგიტანეთ ბებო. აუ სასმელი წყალი გადმოიტანე გიო მანქანიდან. აგერ არის ბებო წამლები. აუ აქ რატოა ესეთი მოხალისების კიდევ ერთ კადრს გაჩვენებთ, ქალი რომელიც დამხმარე საშუალებით გადაადგილდება, აქ ის კარგად არ ჩანს კადრში, მაგრამ ხმა და ემოცია ყველაფერს ამბობს. გამარჯვებული გამყოფათ მერტმა, აღარებული გამყოფათ მერტმა. და ვერ მოკალით შვილები. სადაურები ხარ? ქუთაისში. ვაში გაგახარდეთ. ალბათო. ესე ბევრი არაფერი არ პური არის, პატარა რაღაც სანთლები წამოგიღეთ. შაქარი და საქმე შემოიგეთ. სახლების თოვლისგან გაწმენდაში მოქალაქებს გურიაში ეხმარებიან მსახიობებიც, მათ შორის არის გივიკო ბარათაშვილი, ირაკლი კვირიკაძე არიან, ბექა ხაჩიძე, გიგა დათიაშვილი. აბა, როგორია მუშაობის პირველი დღე ძმებო? ხარო გივი, აგარამი. ეს ავაშარო თქო. რა, აი, ისა ბიჭო ეს აქეთ იღება. რა. არა. ისე იღება, თქო შეგნიდან აქ ჩაკეტილე. არ ვიცი. გამოთალა იმაცა. მოხალისებს მოუწოდებენ იყვნენ კოორდინაციაში სამთავრობო შტაბთან, რადგან ისინი არ გახდნენ თავად დასახმარებელი, ასე თქვა გუშინ კობახიძემ, გაავრცელა ასეთი განცხადება შტაბმაც. ფაქტია, მოქალაქეებმა უფრო ადრე დაიწყეს და შეძლეს კიდეც მობილიზება ვიდრე სამთავრობო გუნდმა. უკვე ვრცელდება კადრი, სადაც თავდაცვის ძალები ეხმარებიან სახურავის ან კიბის ეზოს თოვლისგან გაწმენდაში, ასევე ვიდეო, სადაც თავდაცვის სატვირთო მანქანას მოხალისეების უფრო უდერების დახმარება დასჭირდა.
ოფროუდის ჯგუფები გუშინდელი დღიდან გურიაში იმყოფებიან, ეხმარებიან მოქალაქეებს სამაშველო ოპერაციებში ცხადია ჩართული არიან მაშველები, მათ გამოიყვანეს სტიქიის ზონიდან რამდენიმე ოჯახი, მათ შორის სოფელ ჯუმათში თოვლში მოყოლილი მცირეწლოვანი. Istotebia, gilioda miakcio kulatela. ახლა გადავინაცვლოთ იმერეთში. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით დიდთოვლობის გამო 150-მდე სოფელია გარესამყაროს მოწყვეტილი, 30,000-მდე აბონენტს არ მიეწოდება დენი, ნაწილს ასევე გაზი, 12 სოფელია ჩაკეტილი საჩხერეში, სოფელ ჭოგნარსა და ნოღას შორის სამტრედიაში ცენტრალური გზიდან 200 მეტრშიც კი მოსახლეობას ამ დრომდე მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, მაგალითად სარო კუტალაძე ფორმულას უყვება, რომ ამ დილით დიდთოვლობის გამო მისი სახლის აივანი ჩამოინგრა, სახლიდან გასვლას ვერ ახერხებს. ახლა საშიშროება არ ჩამოინგრეს იმ ოთახის კედლებით, სადაც თავად იმყოფება. მასთან დასახმარებლად ვერ მიდიოდნენ დღის პირველ ნახევარში, ვერც მეზობლები, რადგან ერთმანეთთან მისასვლელი გზებიც კი არ არის გაწმენდილი. ამ დილას 8 საათზე ჩამოინგრა აივანი. კარებს ვერ ვაღებისია ჩამონგრეული. გზა არ არის. მეზობელმა მაინც რომ მოვიდეს, ხო ყველა პენსიონერი ვართ დარჩენილი ამ კუთხეში, რა შეგვიძლია, მაგრამ მაინც შეიძლებოდა. გზა არ არის, ცენტრალურ გზაზე 200 მეტრით ვართ დაშორებული, არც ისე დიდი მანძილია. აი ეს გზა რო გაიწმინდოს, ჭიშკრიდან ჭიშკრამდე მისასვლელი გზები. ამას ვითხოვ, მეტი არაფერი, მაგრამ პროვა არ ჩერდება. მითხელა თავლია გადმოსული აგერ იმაზე, ამ ოთახზე სადაც ვარ, მე მეშინია, ახლა ეს თუ ჩამოინგრა, შიგ მოვყვები, სადაც ხუმელი მიდგას იქ ვარ. თოვლობამ პრობლემები შექმნა სამეგრელოშიც, მათ შორის წალენჯიხაში, ერთ-ერთ ოჯახში სახლის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, ეს ოჯახი მერიამ ქირით გაიყვანა. 9 საათი იყო, ის გრევის ხმა იყო. აგურებით ჩამოვარდა. ჭერი რო ჩამოინგრა, ჩამოგივიდათ წყალი ქვევითაც. კი, ჩამოვიდათ, თოვლის ჩამოვიდა ქვემოთ ის წყალი. ძალიან ცუდი მდგომარეობა ამ სახლში. და ბავშვებს ვერ ვარ გეშინიათ რა ვიცი. და საცხოვრებელი რა არის, იმის მეტი არაფერი არ არის. სამეგრელოს გურიის აჭარის მუნიციპალიტეტებში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი სკოლებში, 2 მეტრს აჭარბებს თოვლის საფარი მაღალმთიან აჭარაში, მოქალაქეებმა თხულოს ცენტრში კორპუსის სახურავის თოვლისგან გაწმენდა თავად დაიწყეს. აჭარაში დაბლობსა და სოფლებში პერიოდულად არ იყო ხოლმე გაზი, წყალი ან შუქი, განსაკუთრებული პრობლემები იყო შექმნილი გზებთან დაკავშირებით ბათუმში. მოქალაქეები იტყობინებოდნენ, რომ სტიქიის პირველ ორ დღეში ფაქტობრივად ვერაფერი გააკეთა მთავრობამ, შემდეგ უკვე თოვლმა დნობა დაიწყო. საწინააღმდეგო სამტკიცებდა ადგილობრივი თვითმმართველობა. ახლა ვთქვათ, რას ამბობენ ან რას აკეთებენ საკოორდინაციო შტაბში, რომელიც გუშინ შეიქმნა, გურიაშია ბაზირებული და რომელსაც კობახიძე ხელმძღვანელობს. გეგმა არსებობს, ვითარება რთულია, გამოწვევა არის ძალიან ბევრი, თქვა სტიქიაზე გუშინ კობახიძემ. გუშინაც და დღესაც მან კომენტარი ისევ მხოლოდ სამთავრობო მედიისთვის გააკეთა. შეკითხვაზე იგეგმება თუ არა დიდთოვლობის გამო მოსახლეობის ევაკუაცია, პასუხობს, რომ ამ ეტაპზე ევაკუაცია ნაკლებად აქტუალურია, თუმცა ყველა სოფელში შევლენ, რათა მოსახლეობას დაეხმარონ. მისივე თქმით, სხვა სოფლებშიც იგივე სამუშაოები არის ჩასატარებელი, რაც სოფელ შრომის შემთხვევაში ჩატარდა. ერთ-ერთი კრიტიკული მონაკვეთი იყო სოფელ შრომამდე მოსასვლელი გზა, მთლიანად იყო გასაწმენდი, მთლიანად იყო მოწყვეტილი სოფელი, სოფელი და რამდენიმე მიმდებარე სოფელი ოზურგეთს, ქალაქს და ღამის განმავლობაში დილამდე მაშველებმა ძალიან აქტიურად იმუშაეს და მთლიანად გაიწმინდა გზის ეს მონაკვეთი, შესაბამისად კომუნიკაცია არის აღდგენილი. არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება ერთ დღეშიც ვერ მოხერხდეს გზის გაწმენდა და ამ შემთხვევაში ალტერნატიული საშუალებით შევლენ როგორც მაშველები, ასევე თავდაცვალების წარმომადგენლები შესაბამის სოფლებში იმისათვის, რომ შესაბამისი დახმარებით უზრუნველყონ მოსახლეობა. ევაკუაცია ნაკლებად აქტუალურია, როგორც ასეთი, როგორც ჩარევის ზომა, თუმცა
რაც შეეხება სოფლებში შესვლას, უკლებრივ ყველა სოფელში უნდა შევიდეთ იმისათვის, რომ მოსახლეობას ადგილზე გაუწიოთ დახმარება. ეს არის თავარი გეგმა, რომელიც გვაქვს დასახული. ასეთ დროს სპეკულაციას, სპეკულაციაზე მინდა გავაგრძელო. სამთავრობო ჟურნალისტების კითხვები გუშინაც დღესაც ამასაც ეხებოდა. სპეკულაციის თემა რომ გავაგრძელოთ, არის თუ არა იმის დასტური, რომ მედიის კანონის მიღება აუცილებელია, სვამს ერთ-ერთი შეკითხვას, ანუ მედიის ცენზურის კანონს გულისხმობს. სამთავრობო მედიისთვის კომენტარებს აკეთებს რწმუნებული გიორგი ურუშაძეც, მან არ უპასუხა დღეს ჩვენს სატელეფონო ზარს. თავდაცვა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სამხარეო სამსახურები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ესაა რესურსი, რაც ჩართულია ახლა სამაშველო ოპერაციებში რეგიონებში. როგორც ცნობილია, ვერტმფრენად ვერ მუშაობენ ნისლში ან ღამის საათებში. მეორე მხრივ მოხალისეებს აქვთ შტაბი ოზურგეთში, შექმნეს ჯგუფი, სადაც მოქალაქეები წერენ და ითხოვენ დახმარებას, შექმნეს სპეციალური ვებგვერდიც, სადაც მარტივი ფორმის შევსებით შესაძლებელია საკუთარი საცხოვრებლის მონიშვნა. ეს არის ვებგვერდი მოხალისე G. უამინდობის გამო შეჩერებული ჰქონდა მუშაობა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, იქ გუშინ ერთი ნაწილის შესასვლელი ჩამოინგრა კიდეც, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა, დღეს იქ ფრენები აღდგა. ერთი რეისი გაუქმდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც, გაუქმებული აქვს რეისები საქართველოს რკინიგზას. პრობლემებია ხოლმე ცენტრალურ მაგისტრალზეც, რიკოტზე ჩამოწვა გუშინ ზვავი, მოქალაქეებმა მოასწრეს მანქანებიდან გადმოსვლა. და ვთქვათ, ბოლოს რაც ეხება ამინდს, 112 მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ხვალაც 27 თებერვალსაც დასავლეთ საქართველოში შენარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობები და მოუწოდებენ სიფრთხილისკენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა პირველი შეტყობინება ჯერ კიდევ 21 თებერვალს პარასკევს გაგზავნა. მესიჯი ეხებოდა გაფრთხილებას შავი ზღვის სანაპირო ზოლში ამინდის მკვეთრი გაუარესების თაობაზე. შეტყობინების მიხედვით მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილე 23-24 თებერვალს აი ამ დღეებში უნდა გამოეჩინა. ამდენად აშკარაა, რომ გურიასა და აჭარაში მძიმე მეტეოროლოგიური პირობები და მდგომარეობა ბოლოდნელად არ შექმნილა. ფაქტია, რომ სახელმწიფო მიცოდა სტიქიასთან დაკავშირებული რისკების შესახებ, მაგრამ სრულიად მოუმზადებელია საგანგებო სიტუაციების დროს, რაც ჯერ კიდევ 2023 წელს რაჭისა და ბაღდათის უმძიმესმა გამოცდილებამაც საჩვენა, როდესაც ორ მასშტაბურ და დამანგრეველ სტიქიურ მოვლენას 40-მდე პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოკლედ სტიქია საქართველოში როგორ უმკლავდება ან ვერ უმკლავდება ამას ხელისუფლება, რას აკეთებენ მოხალისეები, ცხადია, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ გადაცემაში. არ დავაკარგინოთ დრო ჩვენს პირველ სტუმარს, რომელსაც ძალიან ბევრი სამუშაო აქვს ამ დღეებში, წერდნენ რომ ტექნიკური მთავრობის მოვალეობასაც ასრულებს ნანუკა ჯორჯოლიანი, ნანუკას ფონდის დამფუძნებელი და ჟურნალისტი არის ჩვენი სტუმარი. ბევრი ასეთი ხუმრობა იყო მოკლედ მის შესახებ ამ დღეებში სოციალურ ქსელში, ზოგი ფინანსთა მინისტრად ნიშნავდა, ზოგი ტექნიკური მთავრობის ხელმძღვანელად, რეალურად ძალიან დიდი შრომა დგას ამ ყოველფრის მიღება, რასაც მოხალისეები აკეთებენ და ამ მოხალისეთა ორგანიზატორები აკეთებენ ამ დღეებში. ნანუკა, მოგესალმებით, მადლობა ჩართვისთვის. მოგესალმებით, მე ძალიან მიყვარხარ და რომ ითხრეს რომ თქვენი სტუმარი უნდა ყოფილიყავით, თუნდაც ვერ გავუძლებთ, თორემ აი დამიჯერეთ რომ საკითხებში ვარ. მოკლედ ვისაუბროთ, ვუფრთხილდებით თქვენს დროს. გითხარით, პირველი შეტყობინებების ამ პირველი პანიკის ტალღამ გადაიარა თუ აი რა ვითარებაა ახლა, რამდენად ხშირად შემოდის შეტყობინებები? ჩანს თუ არა, თქვა რამდენად დიდია სურათი და მასშტაბი პრობლემის? მოსახლეობის მხრიდან შეტყობინებების არანაირი შემცირება ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის ჯერ შესამჩნევი არ არის. უпроსტად გუშინ უფრო ქაოტურები ვიყავით, ჩვენ თვითონაც არ ვიცოდით რას ვაკეთებდით და რაღაცა ბნელო თახში რო ხო იცი შუქის ასანთებს ეძებ, აი დაახლოებით აი ესე ვიყავით გუშინ ყველა მოხალისეებით ჩვენც. დღეს უკვე მეტნაკლებად ვიცით, იმიტომ რომ იქ რაღაცა საკოორდინაციო ჯგუფები გაიხსნა, რაღაცა ერთიანი მობილიზაცია გვაქვს, იმიტომ რომ უკვე რაღაცნაირად აეწყო ეს იციან სად უნდა მოგზავნონ Facebook-ზე. ძალიან ეფექტური ჯგუფი გაკეთდა და შესაბამისად უკვე ვიცით რა გულ უნდა დავლაგდეთ. მაგრამ ახლა არის ძალიან ბევრი შეტყობინება და ძალიან მცირე შესაძლებლობა რომ უპასუხოთ სწრაფად, განსაკუთრებით ურთულეს მდგომარეობა მაღალმთიან რაიონებში. ეხლა დრონების ჯგუფი ჩავიდა დღეს, ხვალაც ჩავლენ, რაც ნიშნავს იმას, რომ შედარებით ისეთ ადგილებში შევლენ, სადაც მაგალითად მანქანა ვერ აღწევს და ნუ საერთოდ სხვა შესაძლებლობების ახლა საუბარი ზედმეტია. დღეს მაგალითად უკვე თვითონაც ერკვევიან, იმიტომ რომ აი ჩარჩენილი, წარმთოლში ჩარჩენილი ადამიანები
რომ გვირეკავენ გვეუბნებიან რომ აი აქ მანქანით ვერ ამოხვალთ ბურანით ამოყო თვითონ გვაკვალიანებენ აი აქ ამ სოფელში მიხვალთ ავტომანქანით ამ სოფელში ასეთი ავტომანქანით ანუ თავად იციან მაგრამ ეს ახლა ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ კარგი შემთხვევებია იმიტომ რომ არის ისეთი ოჯახები რომლებსაც რამდენიმე დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდება და შესაბამისად ხაზი არ არიან საერთოდ და არის ისეთი აი დღეს მაგალითად ახლა მე დღის მეორე ნახევარში უკვე უნდა გადავერთო ქობულეთზე იმიტომ რომ ქობულეთის მაღალმთიან სოფლებში უკვე ძალიან რთული ვითარება ისევე როგორც რთული ვითარება აი ბაღდადში ვანში ანუ ვატყობ რომ რაღაცა სხვა რეგიონები შემოდის მაგრამ რაც შეეხება სხვა რეგიონებს იქ ადგილობრივების დახმარებით ვახერხებთ ანუ იქ მოხალისეების საჭირო არ არის ვინც ცხოვრობს უფრო ისეთ მშრალ ტერიტორიაზე ისინი ახერხებენ რომ დაეხმარონ თავიანთ თანამოქალაქეებს აი ყველაზე მეტად საიდან შემოდის დახმარების გურიის მაღალმთიანი სოფლები კონკრეტული მუნიციპალიტეტები თუ ბევრი მუნიციპალიტეტია პრინციპში არა ყველა ურთულესი ვითარება იყო მამაჩი დღეს შედარებით უკეთესი ვითარება მე რაღაცა იცით რა ხდება ეს ყველა მოხალისე იქ მიდის საიდანაც მეტი შეტყობინება მოდის ლანჩხუთის მაღალმთიან სოფლებში წარმოუდგენელი აი ოზურგეთიდან ეხლა მაგალითად ბაბუყობს გამოსაყვანი ანუ ყველგან მაღალმთიან რაიონში გურიაში სხვათა შორის ეს მოხალისეები ვინც მიდიან ადამიანების დასახმარებლად არიან ჩვეულებრივი ადამიანები რომლებიც სხვადასხვა პროფესიის არიან და შესაბამისად ზოგი იცნობს რეგიონს ზოგი არ იცნობს და დღეს ყველა აი ძალიან ბევრი გვწერდა შოკირებული რომ აქ ხალხო ძალიან შიმშილია უგწერდნენ ანუ იმის გარდა რომ ადამიანებს 3 დღე ანუ წარმოიდგინეთ ზოგს აი 2-3 დღეში სრული მარაგი გამოელიათ სახლში რაც ნიშნავს რაც სხვა რაღაცაზე მეტყველებს ხო ხვდებით ანუ სხვა კრიზისზე მეტყველებს აბსოლუტურად და ეხლა რაც გვიჭირ გურიაში ხალხს უჭირს ეს არის საკვები შესაბამისად ჩვენი შტაბები და არა მხოლოდ ჩვენი შტაბები რამდენიმე მოხალისეების აქ ეხლა თქვენი არ არსებობს დღეს აქ ანუ შტაბებში ხდება ამ საკვების მომარაგება და შემდეგ უკვე გადანაწილება სოფლებში აი თქვენი არ არსებობს ასე თქვით სამთავრობო შტაბთან კოორდინაციით ხდება ეს ყველაფერი მათ შორის მოხალისეების ჩართულობა საჭიროებების განსაზღვრა მათ თავად თუ გამოხატეს თქვენი ამ მიმართულებით ჩართვის სურვილი რა გამოცდილება აქვს აი თქვენი რესურსის გამოყენების სურვილი გეტყვით ახლა ნუ მაგალითად ცოტა ისეთი გამოცდილება გქონდა როდესაც გამგეობებმა გვითხრეს რომ საკვები მათთან მიგვეტანა და ჩვენ თქვით უარი ამაზე და თქვით რომ გამგეობებს ჩვენ თვითონ მანუს საკვებს თავად დავარიგებთ და ან თუ არ დავარიგებთ რაღაცა ისეთ სამოქალაქო ნაწილი საზოგადოება სადაც არის აი აქტივისტები უფრო გურჩევნია იქ მივიტანოთ იმიტომ რომ აი გამგეობაში მიტანეთ საკვები ცოტა არ მესმის იმიტომ რომ გამგეობას საკუთარი ბიუჯეტი აქვს და აი გამგეობის შენობაში რატომ უნდა მიიტანოს საკვები მოქალაქემ არ მესმის იმიტომ რომ ისიც ხო მოქალაქეებსაც საკვები მაგრამ ძალიან მეგობრული კოორდინაცია აქვთ მაშველებთან, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ეს დრონის ბიჭები ვინ წავიდნენ და ვისთანაც ხაზე ვარ გვეუბნებიან რომ აი მაშველებმა თვითონ შეესთავაზეს და თვითონ თხოვეს. აი მაგალითად ოფროუდელები არიან წასულები ბიჭები, გუშინ სადღაც მისამართზე გვინდოდა გასვლა და მითხრეს რომ მაშველებმა მისცეს კონკრეტული მისამართი და გაუშვეს კონკრეტულ მისამართზე. ანუ ეს იმიტომ რომ სპეციალური ტექნიკით არიან ჩასულები, რაღაც სპეციალური მანქანა. ანუ შესაბამისად ამ ხრივ მაშველებთან კოორდინაცია არის ძალიან მეგობრული, ძალიან კარგი და ძალიან საჭირო და აუცილებელი. რაც შეეხება სხვა კოორდინაციას, პოლიტიკურ ნაწილს, გამგეობებს ეს რაღაცა ჩვენ ნაწილს, ანუ ჩვენ თვითონ ადამიანებმა და ჩვენ თვითონ მივალთ. ვცდილობ ახლა კორექტული ვიყო და ლამაზი ვიყო და თინაწილოსანს არ დავემსგავსო და კიდევ უფრო ახლა ამ დროს, როდესაც ადამიანებს შროლას ითხოვენ და ბაბამას ონკოპაციენტმა ქიმია ვერ გადაისხა და მას ხედართან მაცივარი მიგვაქვს, ახლა ამის პარალელურად ვფიქრობ, რომ არ არის იმის დრო პოლიტიკური პაექრობის დრო. ამ ყველაფერმა ჩაიაროს და შემდეგ მე ვფიქრობ, რომ უფრო სწორი იქნება ანუ რაღაცა პოლიტიკურ ანალიზის შეცვლა, კრიტიკას და ყველაფერი. მაგრამ მე წარმოუდგენლად მიმაჩნია ქართულ ოცნებასთან რამე ტიპის კოორდინაცია, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ სამოქალაქო საზოგადოება რომ ფეხზე არ დამდგარიყო და სამოქალაქო საზოგადოება რომ არ ყოფილიყო ძალიან ანუ დროული, არ ვიცი, 5 დღის მერე იყო ხო ესეც, მაგრამ მაინც მთელი 5 დღის განმავლობაში ქართული ოცნება გვეუბნებოდა რომ მოტოვა და ნუ ამიტომ რაღაცნაირად ვფიქრობ, რომ ადეკვატურობის შეგრძნება არ აქვს და შესაბამისად მან თანამშრომლობა არ ვიცი როგორია. რეალურად გუშინ აამუშავეს ხომ შტაბი. ნანუკა მინდოდა მეკითხა მოხალისეებზე. ისინი რა სირთულეებს აწყდებიან თავად მოხალისეები? ანუ ყველას შეუძლია ამაში ჩართვა? რეალურად არ არის მარტივი, ხომ? არა, ჩვენ უკვე
კი ბატონო. ურთულესი აქვს. აი გუშინ მაგალითად, როდესაც გვირეკავდნენ და ყველას მაშინვე ჩვენ შეშინებულები ვენებთ, რომ ამიდი ხართ და გვიხარო და მოხალისეების იქ გაშვება და უბრალოდ ჩვენ რა გაშვება თავისით მიდის ყველა პატრიოტი ადამიანი. მე ამ შემთხვევაში გულისხმობ ფინანსურ მხარდაჭერას და ძალიან ბედნიერები ვიყავით. აი მე უკვე ისეთი პრობლემები წამოვიდა, რომ უკვე მივხვდით, რომ მოიკითხებით რა მანქანა ყავს, აბა თქვენი საბურავების ფოტო ჩავგიგდეთ, აბა ჯაჭვები თუ გაქვთ, ან უკვე ჩვენს მზად ვართ, რომ ადამიანი რომელიც იქ მიდის ძალიან გულანთებული, ძალიან პატრიოტი უთხრათ, რომ პრობლემა შეგექმნება, ესე მარტივი არ არის. რაც შეეხება უკვე თვითონ კოორდინაცია იმდენად ეფექტურია თვითონ ამ მოხალისეებს შორის ამ სპეციალურ ჯგუფში, სადაც გაწევრიანებული ვართ ყველა და არც კი ვიცი ვინ არიან ეს ადამიანები, გარდა იმისა, რომ არიან ადამიანები. ეხლა ყველაზე მეტად პრობლემა უკვე რაღაცნაირად კუსტარულად დახატული რუქები აქვთ, უკვე გადაადგილების განრიგი აქვთ და რაღაცნაირად შემიძლია გითხრათ, რომ აი ამ ადამიანებმა, მოქალაქეებმა უკვე ძალიან ეფექტური მთავრობის საბჭო თუ არც ვიცი რა შექმნეს. იქ ვიღაცა ექიმია, იმიტომ რომ ჯგუფშია გაწევრიანებული ექიმი, რომელიც ამბობს, რომ პაციენტს თუ მიუყვანენ ემს გაუკეთებს. იქ არის ვიღაცა ოფროუდელი, რომელმაც იცის საიდან უნდა შემოუვაროს გზას. ანუ ყველა ჯგუფში აბსოლუტურად ვინც აუცილებელია რომ ადამიანს დახმარება გაუწიოს. ნანუკა, კონკრეტულად რა ტიპის საკვებზეა მოთხოვნა და გითხარით მედიკამენტებზეც არის იდენტიფიცირებული თქვათ ან მძიმე პაციენტი, რომელსაც ჭირდება კონკრეტული წამალი, აი ამ მიმართულებითაც მძიმე პაციენტები, დიაბეტიანები, აი ხა ონკოპაციენტის გადაყვანაზე, ალბათ უკვე გადაიყვანდნენ ონკოპაციენტის გადაყვანაზე, დიაბეტიანები, პრინციპში ეს იყო ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი თემა კიდე იყო რაღაც არ მინდა ახლა რომ შემეშალოს. რაც შეეხება საკვებს და მედიკამენტებს, რაც შეეხება მედიკამენტებს, PEPS-ს გაგვიხსნა მათი ქსელი კონკრეტულ წამლებს, ანუ და ასევე შეიქმნა სამედიცინო ჯგუფი პლატფორმა, რომლებსაც ახლა დღეს შეუძინეთ სპეციალური კაროები და ყველა ცენტრალურ სამქალაქში უკვე იქნება გაშლილი დიდი კარავი მედპუნქტის, რაც ნიშნავს იმას, რომ იქ უკვე PSP მოამარაგებს მათ წამლებით და უკვე იქ ყოფ ადამიანებს თბილისიდან კი აღარ დაჭირდება ჩატანა, არამედ იქვე ადგილობრივად PSP მოამარაგებს და უკვე იქედან გადანაწილდება რეგიონებში. რაც შეეხება საკვებს, ეს არის მშრალი საკვები და მაგალითად გონებენ, რომ იქ რეგიონში უკვე კრიზისია ამ მშრალი საკვების და შესაბამისად აქედან წასულ ყველა ადამიანს ვუყურებთ, რომ აქედან დიდი მარაგები უნდა ჩაიტანონ. მშრალი საკვების, ოღონდ სასურველია გაკეთებული საკვები და ძირითადად მოხუცები გთხოვენ ტკბილელს. ბატონო, და აქვე უთხრათ მაყურებელს, რომ ნანუკას ფონდში 230,000 211,000 ლარი არის უკვე შეგროვებული. რაიმეს დამატება ხომ არ გსურთ, რაზეც საჭიროა ინფორმაციის გავრცელება და გაგათავისუფლებთ, რომ დაუბრუნდეთ თქვენს საქმეს. კაცრავად გამეთიშა. რაიმეს დამატება ხომ არ გსურთ, რა ინფორმაციის გავრცელებაც საჭიროა. ან რის შესახებაც უნდა ვიცოდეთ. არაფერი, მადლობა. მადლობა თითოეულ მოქალაქეს და მადლობა მე ვამბობ და თქვი კიდეც რომ სამოქალაქო საზოგადოება დაიბადა სასწაული, ანუ ხელისუფლება კი გარდა გვეცვალა, მაგრამ სამაგიეროდ ისეთი სამოქალაქო საზოგადოება დაიბადა, რომ ძალიან მაგარი ქვეყანა ვართ და ეს უნდა ვთქვათ სულ, რომ ძალიან მაგარი თაობა გყავს, ძალიან მაგარი მოქალაქეები გყავს და ძალიან მაგარი ადამიანები ცხოვრობენ ამ ქვეყანაში. დიდი მადლობა. მადლობა დიდი ნანუკა ჟორჟოლიანი, ჟურნალისტი, ნანუკას ფონდის დამფუძნებელი პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს. და ჩვენ სტუდიაში ვინაცვლებთ ბადრი ჯაფარიძე, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერი არის ჩვენთან სტუმრად. გურიაში ამ კოალიციასაც აქვს შტაბი, ისინი ცდილობენ საკუთარი რესურსით დახმარებას. თქვენც გითხარით მოკლედ ამ თემაზე, რა საჭიროებები გამოიკვეთა და კოორდინაცია ხერ ხდება ამ შემთხვევაში, რა ხდება თქვენი დაკვირვებით? პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ მართლაც რეალურად მძიმე მდგომარეობაშია ძალიან ხალხი. ამ წუთას არც ვიცით რა ხდება იმ სოფლებში, რომელთანაც კომუნიკაცია არ არსებობს. ახლა ჩვენგან ძლიერი საქართველოსდან იქ არის ჯგუფი, ასევე მოხალისეები ჩვენთან ერთად არიან, პარტიის ლიდერები არიან იქ ადგილზე ცდილობენ დახმარებას ჩვენთან მოქალაქეების, მათ შორის სურსათით, სანოვაკით, სხვა საშუალებები. ჩვენ ახლა გამოვაცხადეთ კიდევ, რომ სადვართ ვიქირავთ JCB-ს ტრაქტორები, იმის კერძო კომპანიებისგან, რომ ამ ტრაქტორების მეშვეობით დავეხმაროთ ჩვენს თანამოქალაქეებს, გავუკვალოთ გზა, რომ მათ შეძლონ უკვე მიწვდნენ, ასე ვთქვათ, პირველი საჭიროების მოთხოვნილების დაკმაყოფილების წყაროებს. პირდაპირ ვთქვათ, ხო ზოგს მედიკამენტი ჭირდება, ალბათ ზოგს საკვები გამოელია, ზოგს სხვა ტიპის საჭიროება შეიძლება ქონდეს, ამიტომ აუცილებელია სპეცტექნიკა
იქნა შეყვანილი, ჩვენ გამოვაცხადეთ უკვე ეს საჯაროდ, აუცილებლად ამ ინფორმაციას, რომ ვინმე სყავს ეს ტექნიკა, კერძო კომპანია ჩვენ ზად ვართ ვიქირავოთ და გადავისროლოთ იქ, სადაც ყველაზე მეტად ჭირდება ახლა ხალხს. ის ადგილზე როგორ გამოჩნდა ბატონო ბადრი, ანუ ასეთი ტიპის რესურსები არ აქვს საკმარისი ახლა ოცნების ხელისუფლებას თუ მართვასა და პოლიტიკაში ჩანს როგორ გითხრათ, ახლა ესენი არიან ადამიანები. დღეს ვინც ჩვენ დე ფაქტო ხელისუფლებაში ყავს, ეს არიან ადამიანები, რომელსაც არანაირი გამოცდილება მართვის არ გააჩნიათ. არაფერი სერიოზული მათ არ უმართია ცხოვრებაში, ხო? გარდა იმისა, რომ ხვარძლიან თხიონ, გალანძღონ ოპონენტები, დაამცირონ, ცილისწამბა გაავრცელონ, სხვა მათ არაფერი არ შეუძლიათ. ეს თავმოუგმელობა პირდაპირ ჩანს, ხო? თორე ეხლა, რა თქმა უნდა, სტიქიური უბედურება როცა ხდება, ყველაფერს წინასწარ ვერ განსაზღვრავ, მაგრამ როცა ამდენი დღე გავიდა უკვე და შენ ხედავ რაღაც ქაოტურ მოქმედებებს, არა სისტემურ მოქმედებებს, ხო? ქაოტურ მოქმედებებს, რაღაც ეხლა იქ ჩავიდა კობახიძე, იქ დაუძახა რაღაც გადაიღეს პიარისთვის კადრები. ეს არ არის მართვა. კრიზისის, ხო, ეხლა კრიზისული სიტუაცია იქ. შესაბამისად ჭირდება უნარიანი ადამიანები, რომელსაც შეუძლია სწრაფად ადგილზე გადაწყვეტილება მიიღონ და ამის მიხედვით იმოქმედონ და ჩვენ არ აყვავს დღეს ესეთი ხელისუფლება, დე ფაქტო ხელისუფლებაში ყავს ხალხი, რომელიც არის არაკომპეტენტურები, არანაირი გამოცდილება მართვის მათ არ გააჩნიათ, კრიზისულ ვითარებაში მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი კრიზისი მოხდა, ხო, ესეთი ურთულესი სტიქიური მოვლენები მოხდა, ვერანაირი დასკვნა, ვერანაირი გაკვეთილი აქედან ვერ გამოიტანეს, ხო? ჩვენ გქონდა წყალდიდობა ბაღდადში გახსოვთ, ხო, ოჯახი დაიღუპა მთლიანად, ჩვენ გქონდა რაჭაში შოვის ტრაგედია გქონდა, ასევე ყაზბეგში გახსოვთ, ერთმანეთი ჩამოვარდა. ბევრი ტრაგედია მოხდა ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, მაგრამ ვერანაირი დასკვნა ამ ხალხმა ვერ გამოიტანა, რომ არ გააჩნიათ ამის უნარი, არ აქვს ამის შესაძლებლობა. გადავიდეთ იმ თემზე, რაც ეხება ამ მმართველობის რასაც ჩვენ ხედავთ ახლა და აისახება თითოეულ ჩვენ თანამოქალაქეის ცხოვრებაზე. გადავიდეთ თემებზე, რომელიც სწორედ ამ მმართველობის შეცვლის გზებს ეხება. პირველ რიგში დაბრუნდით ჩვენთან მოხვედით შეხვედრიდან, რასა იუკნევიჩიანის შეხვდით. გითხარით ამ შეხვედრის მთავარი კონტურები, ძირითადი თემები კიდევ ერთხელ. ხო, რაც არ უნდა ლანძღო რასა იუკნევიჩიანი ქართული ოცნების ლუზერებმა ცხადია, რომ ეს არის თვალსაჩინო მოღვაწე დღევანდელი ევროპარლამენტის თავდაცვის მინისტრი ყოფილი ლიეტუვის თვალსაჩინო პოლიტიკოსია და მასე რა თქმა უნდა მის რეპუტაციას ვერაფერს ვერ დააკლებს ქართული ოცნების პროპაგანდისტული მანქანის ლანძღვა გინება და ლუზერების ლანძღვა გინება. მაგრამ ცხადია, რომ ჩვენ ახლა საუბრობთ იმ ვითარებაზე, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი, ჩვენ ხედავთ, რომ ქართული ოცნები ერთის მხრივ რასაც იზახავს მიზნად არის, რომ ქვეყანა სრულად დააშოროს ევროკავშირს, პირდაპირ ყოველდღიურად ამაზე ზრუნავენ. ხან ევროპარლამენტს ლანძღავენ, ხან ევროპარლამენტის ბიუროკრატია არ მოსწონთ, ხან ესე იგი ევროპარლამენტში არ დარჩენ, ევროკავშირში არ დარჩენილა სტრუქტურა, რომელიც არ ელანძღოს ქართულ ოცნებას. და ამ დროს ურცხვად ამბობენ, რომ ჩვენ თურმე ისინი მზად არიან ევროკავშირთან ურთიერთობის დასამყარებლად, არ დარჩენილა ესე იგი ელჩი, რომელიც არ გაელანძღოთ, ევროკავშირის ელჩი, გერმანიის სრულუფლებიანი ელჩი, სხვა ელჩები ევროკავშირიდან, რომელიც ობიექტურად აფასებენ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, ამიტომ არიან ისინი მოვლენებული თავიანთი მთავრობების მიერ, რომ მათ ობიექტურად შეაფასონ ინფორმაცია, ვითარება, მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია თავიანთ დედაქალაქებს. ამიტომ ყველაფერს აკეთებს, ყველა ნაბიჯი, რომელსაც ქართული ოცნება დგავს, არის იმისათვის, რომ ქვეყანა დააშოროს ევროპას, ხო? მეორეს ხო ევროკავშირი არ მიატოვებს ქართულ ხალხს და ევროპარლამენტი არ მიატოვებს ქართულ ხალხს და ის ნაბიჯები, რომელსაც ევროპარლამენტი დგავს, მე შორის რეზოლუციების სახით, იმსახურება სწორედ იმას, რომ ქართულმა ხალხმა იგრძნოს ხარდაჭერა, იმიტომ რომ ეს რეზოლუციები საითკენ არის მიმართული, რომ ყველა ის პირი, რომელიც ხილებულია ქართული ხალხის ჩაგვრის და რასაც ჩვენ ხედავთ, ეს არის ჩაგვრის ცდელობა, გამოიყენოს სასამართლო, გამოიყენო პროკურატურა, გამოიყენო პოლიცია იმისათვის, რომ ადამიანების მაქსიმალურად შეავიწრო დააჯარიმო უგუნური ჯარიმებით, დაამწყვილოს საპატიმროში
და ამცირონ ზდიონ ქუჩებში ეს ყველაფერი არის ჩაგვრის ცდელობა ხო ამ ადამიანებს ვინც ამ ჩაგვრის სისტემაში არიან ჩართული ყველამ უნდა აგოს პასუხი ანუ შესაბამისად მათი იმედი არის სწორედ ამაზე ქონდა საუბარი მათი იმედი რა არის რომ უნგრეთი სლოვაკეთი დაბლოკავენ ყველა გადაწყვეტილებას ევროკავშირის დონეზე ხელს შეუშლიან გადაწყვეტილების მიღებას ხელს მაგრამ არსებობს ორმხრივი ფორმატი ორმხრივი გადაწყვეტილის მექანიზმი მიღების მექანიზმი ანუ თითოეულ სახელმწიფოს ევროკავშირის თითოეულ სახელმწიფოს შეუძლია ამა თუ იმ პირის მიმართ მიიღოს გადაწყვეტილება. ჯერჯერობით ბალტიისპირეთის ქვეყნების და გერმანიის იქით ხო, ამიტომ ის რა გავწერე, ეხლა ამოცანა არის. ხო, ამიტომ სასურველია რომ გავცელდეს ეს სია და ის ადამიანები კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომლებიც პირდაპირ ჩართული არიან რეპრესიული კანონმდებლობის მიღებაში, ხო? რომლებიც პირდაპირ არიან ხილებული ჩვენ თანამოქალაქეების ჩაგვრაში. ზალადობაში იგივე სრულმოწმეები პოლიციელები რომელსაც გონიათ რომ ეს სრულმოწმეობა ადვილად კი ანუ სრულმოწმეების სიებიც არსებობს გასაჯაროებულიც არის ხო მაგრამ უნდა იცოდე სრულმოწმეა აუცილებლად პასუხი უნდა აგოს და მისთვის პასუხისგების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ის არის გზა რომ ორმხრივ დონეზე წამყვან ევროპულმა ქვეყნებმა პირველ ეტაპზე აუგზავნონ ამ ქვეყნებში შესვლა იმ პირებს, რომლებიც უკვე მხილებული არიან ჩვენ თანამოქალაქეების ჩაგვრაში. ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ევროპარლამენტის როლი ამ თვალსაზრისით, რომ წამყვანმა ქვეყნებმა აუგზავნონ მათ ტერიტორიაზე შესვლა ამ პირებს, რომელთა სიები არსებობს. და ეს გონია რომ ეს არის რეალისტური აბსოლუტურად ნაბიჯები და ველით ახლა გერმანიაში გაიმარჯვა საქართველოს მიმართ ძალიან კეთილგანწყობილმა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც ხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ასე ვთქვათ გზას და შესაბამისად ველით რომ როდესაც ახალი კანცლერი უკვე ბატონ მერცი იქნება სამუშაოს დაიწყებს ხო მე ვფიქრობ რომ გერმანიის მხრიდანაც ჩვენ ნახავთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩვენი ხალხის გადასაჭერად ბატონ ბადრი, რა თემებზე დისკუსიით არის დაკავებული მაინც ოპოზიცია კონკრეტულად ერთის მხრივ იციან საზღვარგარეთ რაც არის ოცნება, ვფიქრობ თავად ოცნებამ ბევრი გააკეთა თვითლუსტრაციისთვის. აი ამ ყველაფრის მიღმა რაზეც ისაუბრეთ, რა არის მთავარი თემები? თან იმ ფონზე როცა პრეზიდენტმა თქვა რომ კოორდინაცია უნდა გაუმჯობესდეს. აი არჩევნებთან მიმართებაში რა თემებზე არის დისკუსია? არჩევნებთან მიმართებაში პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ შეჯერებულია დოკუმენტი, რომელიც ახსენა გუშინ პრეზიდენტმა და მას გააცნობს საზოგადოებას. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ასახავს იმ ცვლილებებს, რომელიც აუცილებელია შემდეგი არჩევნების წინ იქნეს გატარებული, რომ ჩვენ შევამციროთ გაყალბების და არჩევნების მიტაცების რისკი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ რომ ყველას ესმოდეს არჩევნების ჩატარება არ არის მხოლოდ საკმარის ის უნდა ჩატარდეს იმ დაგვარად რომ ჩვენ გქონდეს თავისუფალი და სამართლიანი გარემო. ხო, მაგალითად ამ დოკუმენტში ერთად ლაპარაკობს რომ დოკუმენტის სახით გამოქვეყნდება ეს პირობები. ამაზე ერთად იმუშავეთ ერთობლივი შრომის. ეს არის ერთობლივი შრომის ერთ მაგიდასთან ერთად. არა მხოლოდ ჩვენ ვიმუშავეთ კოალიციურმა ასე ვთქვათ ცენტრებმა, არამედ იმუშავა სამოქალაქო საზოგადოებამ, პრეზიდენტის გარემოცვამ, ასე რომ ეს არის ერთობლივი მუშაობის ნაყოფი. ხო, ეს იმ შემთხვევაში თუ იქნება ახალი არჩევნები, ხო? იცით რა, ჩვენ ეს უნდა გქონდეს, ჩვენ უნდა გქონდეს ახლა ის რომ ვიცოდეთ ჯადოსნური ფორმულა, როგორ მიიღწევა, ის ფორმულა უკვე განხორციელდებოდა, ხო? მაგრამ მიიღწევის უკეთესი გზა ვიდრე ზეწოლის გაგზელება ადგილზე და საერთაშორისო არენაზე, სხვა ukეთესი გზა არ არსებობს. და ჩვენ ამას გავაგზავნეთ, ანუ შიდა პოლიტიკური ზეწოლა, ბატონ ბადრი, ის ამბობს რომ გამორიცხულია ახალი არჩევნები იქნება. კი პასუხობთ, რა თქმა უნდა, თავდაპირველად ცნობილი ყოფილიყო, რომ არსებობს ფორმულა, რომელიც მაგალითად მოგცემს პირდაპირ გარანტირებულად მაისში ახალი არჩევნების ჩატარების გარანტიას, ამ ფორმულას ჩვენ ავაქმედებდით. მაგრამ ერთადერთი სწორი გზა, როდესაც ჩვენ ავტოკრატიულ რეჟიმს უპირისპირდები, რომელსაც დემოკრატიული მექანიზმები უცხოა, ხო? ავტოკრატიულ რეჟიმთან ერთადერთი სწორი გზა არის მშვიდობიანი პროტესტი, პოლიტიკური იზოლაცია ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, რომელსაც ყოველთვის მოქონდა სხვა ქვეყნებში შედეგი. ჩვენთანაც მოუტანია შედეგი 90 წელს
კომუნისტურ ხელისუფლებასთან მიმართებაში და მე შევადარებდი დღევანდელ ქართულ ოცნებას კომუნისტურ ხელისუფლებას თავისი ასე ვთქვათ შინაარსით ხო მოუტანია შედეგი უწყვეტ მშვიდობიან პროტესტს. ახლა რა არის 4 თვის თავზე ამ მშვიდობიანი პროტესტის შედეგი? მაშინ როცა არჩევნები ჯერ არჩენს ახლოს პოლიტიკურ ჰორიზონტზე. რამდენიმე მნიშვნელოვანი შედეგი გვაქვს, სრული იზოლირება, არც ცნობა ამ დე ფაქტო ხელისუფლების მსგავსი რა მე მგონი არ მომხდარა, ვერც გაიხსენებთ. რომ არცნობის არაღიარების პოლიტიკა ესე წარმატებული ვინმეს განხორციელებული იყო ზოგადად ადრე ვერ გავიხსენებთ ამას ეს იქნა მიღწეული ის რომ კიდევ ერთხელ არავის ილუზია არ აქვს რომ ვიღაცა სინდისი შეაწუხებს რომ აი ხალხი ამდენი ხანია ქუჩაშია სიცივეშია აქ სინდისის როცა ეს ლაპარაკები ძალას რომელსაც ეს არ აქვს ამ შემთხვევაში სინდისის არაღიარება ერთი შედეგი. არა აქვს ეს არ აწუხებს ხო მაშინ რჩება ერთი რამ რომ რაღაც მიიყვანო იქამდე რომ მან უკვე ვეღარ შეძლოს მართვის განხორციელება ჩვენასაც ხედავთ მე ვეთანხმები პრეზიდენტ ზურაბიშვილს გუშინ ახსენა მაგრამ მართვას ვერ ახორციელებენ ეხლა ჩვენ რაც ნახეთ გურიაში ეს ნიშნავს რომ მართვას ვერ ახორციელებს ეს დე ფაქტო ხელისუფლება იმიტომ მთელი რესურსი რომელიც ჩაახშობს რესურსი მიმართულია რეპრესიული მანქანის მუშაობაზე მთელი რესურსი რაც გააჩნია ეს არის ერთადერთი რაც გააჩნია რომ როგორმე პროტესტი შეაჩეროს ჩაახშოს დაახშოს ფინანსურად სხვაგვარად ადამიანები რომ მათ ვერ შეძლო პროტესტის განხორციელება სხვა რესურსი აღარ აქვს და ჩვენ ხედავთ რომ საქმიანი წრეები ვიზეც დგას ეს ამ ქვეყნის ეკონომიკა ისინი უკვე ძალიან ღელავენ ხო მათიცია რა შედეგები მოყვება ქართული ოცნების ვინმე კონკრეტულ ბიზნესმენებზე თუ კიდევ ერთხელ 2400 ბიზნესი თქვენ გინახავთ როდესაც ხელი მოეწეროს მოთხოვნაზე ახალი არჩევნებს მე მგონი ესეთ რამე ჯერ არ ყოფილა ხო და პირდაპირ გეტყვით რომ ასევე ივანიშვილის გარემოც უახლოესი გარემოცვის წარმომადგენლები ძალიან ღელავენ ამას ვამბობ სრული ასე ვთქვათ პასუხისმგებლობით იმასაც ხედავთ რომ ივანიშვილი არ ნიშნავს ახალ არჩევნებს ხო ეხლა თუ დანიშნული იქნებოდა ჩვენ ამაზე აღარ ვისაუბრებდით ხო ამიტომ ამ მომენტში დანიშნული არ არის უნდა მივახციოთ დანიშნას თუ დაინიშნება მაშინ უკვე ვისაუბრებთ როგორ ჩავატარებთ მაგრამ მნიშვნელოვანია ეტაპზე ხო არასაკმარისია ხო კარგია თქო რაღაც ეტაპებამდე კარგია მაგრამ რა აკლია ამ პროცესს საბოლოო შედეგამდე აი კიდევ რა ტიპის კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ჩვენ მეორე მხარეს უპირისპირდით ავტოკრატიულ რეჟიმს რომელსაც არ უნდა ამ მომენტისთვის აღიაროს ქვეყანაში არსებული ღრმა პოლიტიკური კრიზისი ხო რომელსაც არ უნდა აღიაროს რომ ღრმა პოლიტიკური კრიზისთან ერთადერთი დემოკრატიული გამოსავალი არის ახალი არჩევნები არ უნდა ამის აღიარება როგორ უნდა მივიდეთ იმ წერტილამდე რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები რომ იძულებული გახდეს რომ დანიშნოს ანუ რეჟიმი რომელიც ასე ვთქვათ არ შეიგონებს ხალხის მოთხოვნას ხო რაღაც მომენტში ის იძულებული უნდა გახდეს თუ არ ნიშნავს ახალ არჩევნებს მომზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის ეხლა ჩვენ საუბრობთ ახალ არჩევნების ჩანიშვნაზე დანარჩენზე საუბარი არის ნაადრევი ჩვენ საუბრობთ ახალ არჩევნების ჩანიშვნაზე საუბრობთ იმაზე რომ გამთავისუფლდნენ პოლიტიკური პარტიები კალენდარზე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა რომ ჯერ ვართ თებერვალში ხო ჯერ არის თებერვლის თვე შესაბამისად ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ახალი არჩევნებისთვის უნდა ითქვას რომ 12 სახელმწიფო უკვე ევროკავშირის წევრი პირდაპირ მოითხოვს საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებას ფიქრობთ რომ ეს რიცხვი გაიზრდება ფიქრობთ რომ ეს იზოლაცია რომ სამარცხინო და დამამცირებელი ნებისმიერ პოლიტიკური ძალის იზოლაცია აუცილებლად შედეგს გამოიღებს იმიტომ რომ თქვენ ხედავთ პრაქტიკულად ხელს არავინ არ არჩევს ქართულ ოცნების წარმომადგენლებს და არ უნდა მოგატყუოთ მათი სპიკერების ყელმოღერებულობა სინამდვილეში დიდი მღელვარებაა შიგნით არ შეიძლება ნებისმიერ ადამიანს რომელიც რაც არ უნდა იყოს ასე ვთქვათ მიზღვნილი ამა თუ იმ ტოტალიტარული სისტემა ავტოკრატიული სისტემის მიმართ მას არ აწუხებდეს ის რომ შეიძლება მისი ოჯახის წევრებს შეეხოს ეს იზოლაცია ის რომ მათ შვილებმა ვერ მიიღონ განათლება იმიტომ რომ ქვეყანა იზოლირებული იქნება და მათ ვერ გამოიყენონ ის ქონება რომელიც დააგროვეს ეს ყველას აწუხებს არ უნდა მოგატყუოთ თქვენ ამ მოჩვენებითმა სიმშვიდემ ეხლა ქართველი ადამიანი დღეს ეკითხება თავის თავს რა მოგიტანა ქართული ოცნების დე ფაქტო მმართველობა 26 ოქტომბრის შემდგომ
და ორი პასუხია, ხო? პირველი დაგვაშორა ევროპას სრულად და მეორე ეკონომიკური ვითარება გაუარესდა. და ამ კითხვას ბევრი ქართველი უსვამს თავის თავს და ზუსტად იგივე პასუხს გასცემს და ამიტომაც ჩვენ ახლა რაც ვნახეთ კვლევების შედეგებიდან გამომდინარე, რომელიც იყო ძალიან დიდ ასე ვთქვათ ჯგუფს ჩატარებული 80% ჩვენი თანამოქალაქეების მიიჩნევს რომ ქვეყანა არის ღრმა პოლიტიკურ კრიზისში. ეს ნიშნავს რომ ქართული ოცნების ხარდამჭერები მიიჩნევენ რომ ქვეყანა არის ღრმა პოლიტიკურ კრიზისში. ანუ ჩვენ უნდა მოვახერხოთ რომ ქართული ოცნების ხარდამჭერების მხრიდან გაიზარდოს წნეხი ბიძინა ივანიშვილზე ქართული ოცნების ხარდამჭერების მხრიდან. ეს იქნება ყველაზე ეფექტური მექანიზმი, სწორედ რომელიც საბოლოო ჯამში ბიძინა ივანიშვილს მიაღებინებს გადაწყვეტილებას რომ უნდა ჩაინიშნოს ახალი არჩევნები. როგორ შეკითხვა ბატონ ბადრი რა გავლენას მოახდენს ან ვერ მოახდენს ოლიგარქი ივანიშვილზე გეოპოლიტიკური ცვლილებები, რაც ახლა ჩვენს ირგვლივ მიმდინარეობს, ტრამპის ადმინისტრაცია, რომელიც უკვე ლაპარაკობს გადატვირთვის პოლიტიკაზე რუსეთთან. ხო, ეხლა მე მინდა ცუდი ამბავი მაქვს ქართული ოცნებისთვის პირდაპირ გეტყვით, პარასკევს იგეგმება შეხვედრა ვაშინგტონში პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ ტრამპს შორის, სადაც ხელი მოეწერება უმნიშვნელოვანეს შეთანხმებას და ეს მიფიქრობ, რომ ძალიან გულს დაწყვეტს ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს. ასე რომ მე ველოდები სწორედ ისეთ პოლიტიკოს განხორციელებას, რომელიც აბსოლუტურად იქნება იმდაგვარად წარმართული, რომ უკრაინა სრულად შეძლებს გაიმყაროს თავისი გარანტიები, უსაფრთხოების გარანტიები. დანარჩენი ახლა მე ვფიქრობ პირველ რიგში მე მოლოდინი მაქვს რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იქნება მალე. რა თქმა უნდა სამშვიდობო შეთანხმებას დაჭირდება დიდი დრო. ჩვენ უნდა მოვახერხოთ რა თქმა უნდა რომ საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს რაც შეიძლება სწრაფად იმისათვის რომ უკვე ეროვნულმა ხელისუფლებამ მოახერხოს რომ ჩვენ არ დავრჩეთ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების მიღმა რაც სურს ივანიშვილს რომ ჩვენ დავკტოვოს ასე ვთქვათ პირისპირ რუსეთთან ეს არის ივანიშვილის ამოცანა და ამის საშუალება არ უნდა მივცეთ მას იმიტომ რომ რა თქმა უნდა მას არ სურს არც ერთი ევრო რეკომენდაციის განხორციელება იმიტომ ეს გულისხმობს თავისუფალ სასამართლოს ეს გულისხმობს კორუფციის აღმოფხვრას ეს გულისხმობს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მას არც ერთი რამ რეკომენდაციის განხორციელება არ უნდა იმიტომ ჭირდება იზოლირება იმიტომ მე არავინ აღარ შეაწუხებს მე ექნება ასე ვთქვათ ეს ინსტიტუციები ხელს ჩაგდებული როგორც დღეს აქვს და იქნება კომფორტულად და ეს არ უნდა დაუშვათ დიდი მადლობა ბატონ ბადრი მოხვედით ჩვენთან სტუდიაში სტუმრად ბადრი ჯაფარიძე კოალიცია ძლიერი საქართველო ლელოს ერთ-ერთი ლიდერი პასუხობდა ჩვენ შეკითხვას მადლობა გემშვიდობებით და გადაცემის ამ ნაწილში ჩვენ კვლავ უნდა დაუბრუნდეთ 20 ივნისს ოცნების პირობებში დარბეულ პირველ აქციას დღეს სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში 20 ივნისის საქმეების პირველი ზეპირი მოსმენა გაიმართა ეს თქმით ეს საქმე არის უპრეცედენტო ეს არის პირველი შემთხვევა როცა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა საქმეს მომჩივანთა მოთხოვნით გადაეცა 20 ივნისის მოვლენების ერთ-ერთი დაზარალებული მაკო გომური სტრასბურგში აიცოდეთ რომ სადღაც ისევ ვიბრძვით 20 ივნისის ადამიანები უბრალოდ ჩვენს მოსასმენად ჩვენი სიმართლის აღიარებისთვის სასამართლოს კარზე ბრახუნი და ყვირილი არ გვჭირდება წარმატებები და გამარჯვებები დაწერა მას სოციალურ ქსელში მაკო გომურის და სხვა მოქალაქეთა უფლებებს სასამართლოს წინაშე იცავს საია ადამიანის უფლებათა და დაცვის ევროპული ცენტრის იურისტები სწორედ საიას წარმომადგენელი დათა ჯავახიშვილი ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში და ის გვეტყვის უფრო მეტს ამ სარჩელზე თუ შეგვიძლია დავიწყოთ მასთან დიალოგი დათა იმედი მაქვს გესმით ჩემი დიახ მესმის მოგესალმებით ჩვენ ველოდით რომ იქნებოდა პირდაპირ ეთერი ამ სხდომის თუმცა ვიცით რომ ჩანაწერი დაიდება ამიტომ მოგვიყევით პირველ რიგში რა იყო დღევანდელ სხდომაზე ვის მოусმინეს და როგორია პირველი შედეგები რითი იყო მნიშვნელოვანი და უპრეცედენტო დღევანდელი სხდომი პირველ რიგში მოგახსენებთ რომ ეს იყო პირველი საქმე რომლის ფარგლებს საქართველოს ისტორიაში როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ და მისმა დიდმა პალატამ დააკმაყოფილა მომჩივანთა მოთხოვნა რომ განხილულიყო საქმე დიდი პალატის წინაშე. ან მომჩივანთა მოთხოვნით გადაეცა საქმე დიდ პალატას და ეს არის პირველი შემთხვევა. გარდა ამისა, ამ საქმეში იყო უამრავი და ზოგადად დიდი პალატის წინაშე განიხილება ისეთი საქმეები, რომელსაც აქვს სერიოზული მნიშვნელობა თავად კონვენციის განმარტებით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის განმარტებით.
ამერიკა თავისი შინაარსობრივი ასპექტითაც ეს საქმე იყო ძალიან მნიშვნელოვანი ზოგადად კონვენციის დონეზეც და რა თქმა უნდა საქართველოში მიმდინარე პროცესების თვალსაზრისითაც, იმიტომ რომ პირდაპირ შეეხებოდა იმ უფლებებს, რომლის დარღვევასაც ჩვენ ვხედავთ უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში. მაგალითად ერთ-ერთი იყო რომ იდენტიფიცირება არ შეიძლებოდა ნიღბიანების მაშინაც ეს იყო რთული ამას ვხედავთ დღესაც. ანუ დღეს მოусმინეს თქვათ მაკო გომურს, აი ეს პროცედურაც აღვიწერეთ, ვის მოусმინეს, რა პოზიციების წარდგენა იყო. ვიდრე ამას ვნახავთ. დღეს ჩვენ ვეცადეთ რომ გაგვეჟღერებინა 20 ივნის დაზარალებული ყველა ადამიანის ხმა და ასევე ზოგადად ყველა იმ ადამიანის ხმა, ვინც დაზარალდა შეკრება მანიფესტაციების დაშლის დროს. იმიტომ რომ ამ საქმეზე მათ შორის სამართალდამცავთა შენიღბვის საკითხი, ის საკითხი რომ მათ არ აქვთ რაიმე განმასხვავებელი ნიშანი და ისინი მიდრეკილნი არიან ძალადობენ და ძალადობისკენ და ძალადობენ კიდევაც აქციის მონაწილეებზე და ჟურნალისტებზე, ეს იყო ზუსტად ის ცენტრალური საკითხი, რასაც განიხილავდა სასამართლო. რა თქმა უნდა ჩვენ მოგვეცა პაიკრობის შესაძლებლობა იუსტიციის სამინისტროსთან გაჟღერდა ორივე მხარის არგუმენტები და უკვე დაველოდებით გადაწყვეტილებას თავად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან, რომელმაც უკვე დაადგინა ერთის მხრივ ამ საქმეზე დარღვევა პალატის დონეზე, თუმცა ახლა უკვე დიდი პალატის ფარგლებში გადაწყდება ეს საკითხი. მათ შორის გადაწყდება ამ მუხლების მატერიალური, ანუ შინაარსობრივი საკითხი დაარღვია თუ არა სახელმწიფომ საკუთარი ნეგატიური ვალდებულება. აქ იყო წამების აკრძალვის მუხლი, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მუხლი, ხო? აი გადაწყვეტილება ამ თემაზე დაახლოებით რამდენ ხანში უნდა იყოს? ჩვენ გვაქვს მოლოდინრო შედარებით ზუსტი დრო არავინ არ იცის, როდის შეიძლება იყოს ეს გადაწყვეტილება, თუმცა გვაქვს მოლოდინრო უახლოეს 1 წლის განმავლობაში გამოსცემს სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ მათთვის ცნობილია და ჩვენ პირდაპირ საქმეში მტკიცებულებებად დავურთეთ მიმდინარე მოვლენების ამსახველი დოკუმენტაციაც, იმიტომ რომ თავად ეს საქმე თავისი ბუნებით არის ისეთი, რომელიც საჭიროებს მიმდინარე მოვლენების გადააზრებას. მათ შორის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის გადააზრებას, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ ძალიან ნათლად ასობით ნაწამებ ადამიანს და ნულ დაკავებულ პოლიციელს ან სამართალდამცავს, რომელიც ამ პროცესში არის ჩართული. ამრიგად ეს ყველაფერი სასამართლოს წინაშე დაისვა ეს საკითხები. საქართველოს აქვს ზოგადად პრობლემა ამ მიმართულებით და ეს არახალი პრობლემაა სამწუხაროდ, კერძოდ რაც სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულებს შეეხება, მინისტრთა კომიტეტის წინაშე უკვე ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებში განიხილება რამდენიმე ათეული წელი. ამრიგად მნიშვნელოვანია რომ აქ ხაზი გაესვას იმ ძირითად დარღვევებს, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება და სტრასბურგის სასამართლომ დაადგინოს ის სტანდარტები, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უნდა იმოქმედოს, ისე როგორც სახელმწიფოს შეფერეს და არა ისე როგორც მოძალადე ჯგუფების თარეში არის თბილისში დღეს. და თუნდაც იყო 20 ივნის, როდესაც ხდებოდა ნიღბიანი პოლიციელების მიერ 800 ტყვია არის ნასროლი, რეზინის ტყვია და ამ რეზინის ტყვიებით დაზარალდა ხალხი, და რეზინის ტყვიებისა იქაც იყო ძალადობის ფაქტები. ეს კეისი ამიტომ არის მრავალმხრივი და მრავალწახნაგოვანი, იმიტომ რომ აქ არის არა მარტო სპეციალური საშუალების გამოყენების პრობლემების ნაწილი, ასევე ძალადობის ნაწილი. რამდენიმე გამცხადებელი და მომჩივანი დაექვემდებარა პირდაპირ ძალადობას პოლიციელთან მხრიდან, რა თქმა უნდა, საქმეები გამოძიებული არ არის, რა თქმა უნდა, დაზარალებულ სტატუსთან მიმართებით პრობლემებია შექმნილი, ხოლო ვისაც აქვს სტატუსი მინიჭებული, მათი უფლებების რეალიზაციასთან მიმართებით არის დამატებითი ბარიერები შექმნილი და ასეც გაგრძელდებოდა, რომ არ მიგვემართა ჩვენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ახლა უკვე ევროპულ სასამართლოს წრეში შეფასდება ეს ყოველი. დათა ბოლო შეკითხვას დაგისვამთ იუსტიციის სამინისტროს ვინ წარმოადგენდა საინტერესოა როგორ პოზიციონირებდა ის დღეს მთელი დღეა პროპაგანდა ამ ამბის მხოლოდ იმ აქცენტის წარმოჩენას ცდილობს რომ აი გახარია იყო მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი ანუ ეს არის მათი რაღაცნაირად სურვილს ავლენენ მე მგონი წაგების როგორ პოზიციონირებდა იცით წაგების სურვილს გამოავლენენ თუ არ გამოავლენენ ნებისმიერ შემთხვევაში აქ არის ისეთი საკითხები წამოჭრილი რომლიც უბრალოდ თავს ვეღარ აარიდებს ვერავინ ამის შეფასებას. პალატასთან მიმართებით ჩვენ ზუსტად ეს საკითხი იყო, რომ უფლებების მატერიალური ნაწილის დარღვევაზე თავი შეიკავა პალატამ. განაისხა რომ უფლება არ დარღვეულა. არც ითქვა რომ დაირღვა. გულისხმობ მატერიალურ ნაწილს, პროცედურულ ნაწილში დაადგინა დარღვევა, მაგრამ ახლა ვიც არ უნდა მოინდომოს უკვე დიდი პალატის წინაშე
შეიძლება უკვე თავის მართლების რეჟიმში ჩადგას ვინმე, მაგრამ დიდ პალატა ამას შეაფასებს. იუსტიციის სამინისტროს რაც შეეხება, ის წარმოადგენს სახელმწიფოს ასეთ ტიპის დავებში და მათ თავისი პოზიცია ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ჩაუდგა სათავეში საქმეს და გამოიძიებენ. თუმცა ჩვენ ესეც გადავაზღვიეთ იმ თვალსაზრისით, რომ შევამოწმეთ, თუ რამდენად აპირებენ მართლა რაიმეს გამოძიებას, რა თქმა უნდა, მივიღეთ არასასურველი პასუხი, რომელიც არანაირი ეფექტიანობის ნიშნებს არ შეიცავს. კი ბატონო, დათა დიდი მადლობა ხო სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც არაფერს კონკრეტულს არ იძიებს განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში. დათა მადლობა, დათა ჯავახიშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს სტრასბურგიდან გვერდებოდა. და ჩვენთან სტუდიაში ნათია მეზრიშვილია, პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი, მოგესალმებით. მოდი ცხადია დავიწყოთ ამ თემით, რაზეც ვსაუბრობთ წინა თემასთან, სტრასბურგის სასამართლო და დიდი პალატა, რომელიც უპრეცედენტოდ უკვე მომჩივანებს უსმენს, რა მოლოდინი გაქვთ ამ საქმისგან და აი მართვის კრიზისზე როცა არის საუბარი, ფიქრობთ რომ იყო თუ არა ეს მაშინაც. კიდევ ერთხელ. იცით რა ამ საკითხზე მე ვფიქრობ ჩვენ პოზიცია საყოველთაოდ არის ცნობილი და ეს პოზიცია ჩვენ არ შეგვიცვლია, ხო, იცით ჩვენი შეფასება სამართლებრივიც, პოლიტიკური და ყველანაირი. ამ საკითხზე ორჯერ იმსჯელა უკვე სტრასბურგის სასამართლომ, ერთხელ აყვეთის ღონისძიების ნაწილში და მეორედ იმსჯელა დაკავების და აყვეთის ღონისძიების ნაწილში და მეორედ იმსჯელა უკვე თუ არ ვცდები მაისში იყო ბოლო გადაწყვეტილება და იქ დადგინდა შტურმი, დადგინდა რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური ჩარევის უფლება-მოსილება ჰქონდა, დადგინდა ცალკეული გადაცდომები, დანარჩენი არ ვიცი. თუმცა დადგინდა ისიც რომ მაგალითად იდენტიფიცირება იყო საჭირო იმ ადამიანების ზოგადად იდენტიფიცირების პრობლემა არის დღესაც ზოგადად ეს დანუმრის პრობლემა არის სერიოზული პრობლემა, ყოველთვის იყო ეს პრობლემა და სახელმწიფოს ნაცვლად იმისა, რომ ეს გამოესწორებინა, ხო ჩვენ მაშინაც ვაღიარეთ, რომ ეს პრობლემა იყო და წლების პრობლემაა, ეს არ არის მარტო ჩვენ დროს დაწყებული პრობლემა, ხო, ათეულობით წელია ეს პრობლემა ყველა ხელისუფლებას ედგა. ნაცვლად იმისა, რომ ეს გამოსწორებული იყო, ნაბიჯები გადაიდგა კიდევ უფრო შორს და მეტიც უკვე ნიღბები გაუკეთეს არა მარტო სპეცრაზმის თანამშრომლებს, არამედ ჩვეულებრივ პოლიციელებს. ამიტომ გაუარესდა ამ ხრივ მდგომარეობა. ამიტომ ამაზე მეტ შეფასებას მე არ გავაკეთებდი, მე მოლოდინი მაქვს, რომ დიდი პალატას გვერდს ვერ აუვლის იმ ობიექტურ რეალობას, რაც იყო და დანარჩენი იყო ნახოთ გადაწყვეტილება სტრასბურგის მხრიდან. ბოლო კითხვას დაგისვამთ პროპაგანდის გაშუქება, რას გეუბნებათ ამ თემის გახარიაზე აქცენტით. როგორ გონიათ იუსტიცია სათანადოდ იცავს ეს და სასაცილოები არიან, ნუ ნახე ის ქარდი რაც ჰქონდათ გამოქვეყნებული და სასაცილოები არიან, ახლა ჩვენ ვიცით მათი დამოკიდებულება გახარიას მიმართ, როგორც ივანიშვილის მთავარი მეტოქის მიმართ და ამას თვითონ ივანიშვილი აღიარებს მის განცხადებებში, მის გამოცვლებში, მის ქმედებებში, მის აი ამ ხდალ, ასე ვიტყოდი, თავდასხმებში, რასაც აკეთებს და ჩვენ ამას მიჩვეულები ვართ, ეს ჩვენ ვერ შეგვიშლის ხელს იმაში, რომ მან ყველაზე ძვირფასი მისთვის რაც არის ფული და რაც არის ძალაუფლება დაკარგოს და ჩვენ ამაზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ, იმიტომ რომ ამ ფულზე დგას დღეს მისი ძალაუფლება და ივანიშვილს როგორც კი გამოეცლება ფული, მას გამოეცლება ხელიდან ძალაუფლება, ამიტომ ეს არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს იციან მათ შესანიშნავად და ამიტომ ვხედავთ იმ დამოკიდებულებას, რასაც ვხედავთ. მართვის პრობლემებზე როცა ვსაუბრობ, ცხადია უნდა ვისაუბროთ სტიქიაზეც. პოლიტიკის რა პრობლემები აჩვენა გურიაში მომხდარმა, ის რასაც ვხედავთ ამ დღეებში მოხალისეები, რომლებიც ასწრებენ სახელმწიფოს ორგანიზებას თუ იდენტიფიცირებას. ხო, ეხლა ნახეთ, ჩვენ ვცხოვრობთ კორუფციულ სახელმწიფოში, მე ასე ვიტყოდი. რა რესურსი რეალურად სახელმწიფო და რას ნიშნავს, როცა კორუფციულ სახელმწიფოში ცხოვრობ, იმიტომ რომ რეალურად როცა ხელისუფლების მთავარი საზრუნავი არის კორუფციული ფული, ფულის კეთება, კიდევ უფრო მეტად გამდიდრება და აქ სულ რამდენიმე ადამიანზე და მათი ოჯახის წევრებზე არის ხო საუბარი, იმიტომ რომ ეკონომიკური წინსვლით მიღებული შემოსავალი არანაირად არ ხმარდება რიგით საქართველოს მოქალაქეებს. ესეთ პირობებში ხელისუფლების ზრუნვის საგანი მართვა აღარ არის, იმიტომ რომ მართვას და ხალხზე ზრუნვას და ქვეყანაზე ზრუნვას პირიქით იგი ჭირდება ფულის დახარჯვა და ეს ფული რო იხარჯება ხალხზე ზრუნვაზე, მე ეს მიდის ამათი ჯიბიდან, ხო? საქმე გვაქვს კორუფციასთან, საქმე გვაქვს უნიათობასთან, საქმე გვაქვს არაკომპეტენტურობასთან. მოდი ესე ვთქვათ, გარდა იმისა, რომ ვიცით რა ტიპის ხელისუფლებასთან გვაქვს ჩვენ საქმე, კომპეტენციაც არ ყოფნით, არ იციან ეს პროცესები როგორ უნდა მართონ, ხო? ჩვენ ეს ნახეთ შოვის ტრაგედიის დროს ჩვენ ამას ახლა
ხედავთ გურიაში კორუფციის შედეგები ვნახეთ სხვა ფაქტებთან, სხვა მძიმე ფაქტებთან მიმართებითაც და აი არაფერი გულგრილობა აბსოლუტური გულგრილობა შეიძლება და რა ბერკეტები რა რესურსი იყო ელემენტარული აი თავი დავანებოთ კარგი არ გაქვს ტექნიკა აი ვთქვათ არ გაქვს ტექნიკა მაგრამ ესეც გასაკვირია რატო არ გაქვს ტექნიკა ხო ერთ ტრაგედიაზე მეორე ტრაგედიაზე მესამე ტრაგედიაზე ხო უნდა ისწავლო აი ელემენტარულად დღეს გავავრცელეთ აგერ ინფორმაცია ივანიშვილმა რომ ნახატები შემოიტანა ბიუჯეტში რაც უნდა გადაეხადა თანხა 90 მილიონი ლარი ათეულობით ტექნიკის შეძენა შეიძლებოდა ხო ამიტომ საუბრობ კორუფციაზე ამათი მთავარი საზრუნავი იქ ხალხზე ზრუნვაში ფული არ კეთდება პირიქით ხალხზე ზრუნვაში ფული იხარჯება და ესენი ამ ფულს არ ხარჯავენ და იდებენ ასე ვთქვათ ჯიბეში მინიმალური აი რაც არანაირ დიდ ძალისხმევასთან არ იყო დაკავშირებული საზოგადოების ინფორმირება ხო ხედავთ როგორი ქაოსია ერთხელ არ გამოსულა ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი, ეგრეთ წოდებული მინისტრები, მთავრობის წარმომადგენლები, ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე ამ საკითხზე საუბარს თავს არიდებდნენ, ხო? დატოვეს ძალიან დიდი სივრცე ინტერპრეტაციისთვის, მით უმეტეს ამ ხელისუფლებას ხალხი აღარ ენდობა, ნულოვანი ნდობა, არც არავის იმედი არ აქვს. ანუ ნახეთ, მთელი ტრაგედია რაშია, იცით, აი ესეთი ტიპის მართვის სისტემის, რომ ხო, ნუ გამოვიდნენ და გარბოდნენ თან თავს არიდებდნენ ამ საკითხზე ყველანაირად საუბარს. ანუ რეალურად ხალხსაც აღარ აქვს მოლოდინი, ხალხი უკვე ერთმანეთის იმედზეა. ანუ როგორი ტიპის სახელმწიფოში ვცხოვრობთ, იცი, რომ აი გიჭერენ სადღაც ქუჩაში თავს გესხმიან, თანამოქალაქეების იმედზე ხარ, პოლიციის იმედი არ გაქვს. სტიქიური უბედურებაა და ზვავსაშიშროებაა და ასე ვთქვათ, რაღაცა საგანგებო მდგომარეობაა ქვეყანაში და იმედი არ გაქვს, რომ ხელისუფლება ყურადღებას მოგაქცევს და მოხალისეების იმედზე ხარ. ხო, აი ეს არის, მე ვფიქრობ, აი სახალხო მმართველობა ხარ. მე არაერთხელ მithქვამს ეს, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ. ესენი არ არიან, საერთოდ არ თვლიან, რომ მათ რაიმე ვალდებულება აქვს, ამართლებენ თავიანთ სახელს. არალეგიტიმური ხელისუფლება, ანუ არ თვლიან, რომ ხელისუფლებაში არიან და რაიმე ვალდებულებები ეკისრებათ, რომ ხალხზე იზრუნონ. ანუ ტექნიკა, რომელიც ამ ხალხს ჭირდება, ეს არ არის ძალიან დიდი ფუფუნება, ხო, რეალურად. ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული ფუფუნება, ტექნიკა. ეს არ არის განსაკუთრებული ფუფუნება, კიდევ ერთხელ ვამბობ, ამიტომ აკეთებენ აქცენტს, რომ ეს არის არაკომპეტენტურობის, კორუფციის, ანუ არ აინტერესებთ ეს არ თვლიან რომ მათი საზრუნავია მათი საზრუნავი ხალხი არის მაშინ ისიც ბრჭყალებში როდესაც აი გურიაში აქტიურობდნენ მაშინ როდესაც არჩევნები იყო ხო აი წინა საარჩევნოდ მე ავიწყდებათ განსაკუთრებით სოფლებში ხალხი აღარ აინტერესებთ აღარ არის ახლა საარჩევნო პერიოდი და ამდენი გაბრაზებული და განაწყენებული მოქალაქე მათთვის ამდენი გაბრაზებული და ამდენი გაბრაზებული და განაწყენებული მოქალაქე უკვე მათთვის პრობლემაა მე ვფიქრობ ოცნებამ ძალიან ბევრი ხმა დაკარგა ამ არჩევნების შემდეგაც პირველ რიგში დაკარგა ძალადობის გამო, იმ მასშტაბური ძალადობის სისტემური წამების გამო, რასაც მე ვფიქრობ, რომ მაინც არ ელოდა მისგან მისი ამომრჩეველი, რომელი ამომრჩევლისთვისაც მიუღებელი იყო ანალოგიური ძალადობა და ეს კიდევ უფრო მეტია ჩემი აზრით, რაც წინა ხელისუფლების დროს რასაც ხალხი ხედავდა და დაკარგა აი ამ გულგრილობის და კორუფციის გამო. იცით რა არის? აი ჩვენ ახლა სულ არ გაღელვებდეს ქვეყნის ევროინტეგრაცია. მოდი ასე ვთქვათ და სულ არ თვლიდე რომ ეს არის რაღაცა რუსული რეჟიმი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თითოეულ ადამიანს ქალაქში, სოფელში, დიდ ქალაქებში აწუხებს კორუფცია. ეხლა ეს კორუფცია პირდაპირ აისახება ადამიანების კეთილდღეობაზე და ყოველდღიურობაზე, იმიტომ რომ კორუფციამ ჩვენ ქვეყანაში შეიძინა ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის სახე. ძალიან მძიმეა ამისი თქმა, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში უკვე კორუფცია ასოცირდება ადამიანების გარდაცვალებასთან, ხო? ანუ დაუსრულებელი მშენებლობები, გულგრილობები, რასაც ხედავთ, იქ არასრულწლოვანი ბავშვები, რომლებიც ზოგი ორმოში ჩავარდნით იღუპება, ზოგი იქ დენის დარტყმით იღუპება და ასე შემდეგ. ეხლა რასაც ხედავთ, ესეც ხო აი ამ უნიათობის მუნიციპალიტეტში არსებული კორუფციის ასე ვთქვათ, გამომლილებებზე საუბრობთ, მოკლედ გითხარით 7 მილიონად ნაყით მობილურებში დაცული ინფორმაციის წამკითხვალ სისტემაზე კომოლაურის უწყებამ იყიდა აპირებს ყიდვას არ ვიცი ნახეთ თუ არა ეს BMG-ის ინფორმაცია იყო პერსონალური ინფორმაციაზე წვდომა ტელეფონებში სპეციალურ პროგრამაში არის კი ბატონო გაშ დავალოდებით უკვე დეტალებს გაცნობი შემდეგ საქმეთა სამინისტროს მე მინდოდა მეკითხა ცოტა ხნის წინ დაწერეთ თქვენ მუხარაზე
რას ეხება ეს ბუქარა ხომ არ ყოფილა უკვე რეაგირება? არა, რეაგირება. მაინც მონიშნული ყავთ შინაგანსაქმე და სამინისტრო. მონიშნული მე ყოველთვის ვნიშნავ ხოლმე და ყოველთვის ოფიციალური. არ ვიცი, იცით, ეს ხო ამათი ხელწერა არის, თან ძალიან უნიჭოდ გააკეთეს, იქ სახელი და გვარი იყო აშკარად მითითებული, გვარი მინიმუმ იყო მითითებული და ტელეფონის ნომერი იყო მითითებული. ესენი ხო არ ერიდებიან რეალურად არაფერი ვამხილე. კობა ბექაური მაუწყებლობის შესახებ კანონს თქვენც ნახავდით. კობა ბექაურის უწყების ხელში გადადის ძალიან დიდი მანდატი და ვამხილე ეს ადამიანი როგორც ივანიშვილის მმართველობის ბოლო 4 წელიწადში გამდიდრებული ადამიანი, რომელმაც თავისი ქონების 4 მილიონიდან 3.5 მილიონი მხოლოდ 2021-24 წლებში ბოლო 3 წელიწადში დააგროვა და კიდე იქ ჩამოთვლილი მაქვს სხვადასხვა ქონებები. ეს არ არის მოგონილი, ეს არის ოფიციალურ წყაროებში და რაც კიდე არაოფიციალურია ალბათ ამას, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ კიდე უფრო მეტი. ამ ადამიანმა უნდა აღასრულოს კანონი, რომელიც არის რეალურად რეჟიმთან ვალში. ჩვენ ეს ვალის გადახდა რაში გამოიხატება ვნახეთ უკვე არჩევნების წინა პერიოდში და ამას ვნახავთ კიდე. ეს არ გავრცელდება იმედზე ეს მაუწყებლობის კანონი, ეს გავრცელდება თქვენზე, გავრცელდება TV პირველზე, სხვა კრიტიკულ მედიებზე. რამდენიმე მიმართულებით არის ხო ეს რეპრესიული კანონი. ეს მესიჯი ხა რაც მივიღე, ეს იყო ჩვეულებრივი მუქარის მესიჯი, ისეთ კონტექსტში დაწერილი, რომ მე მეფიქრა, რომ თითქოს ვიღაც კეთილის სურველი იყო, მაგრამ ბუნებრივია ეს ჩემზე არ მოქმედებს კორუფციაში და აი ამ არაკეთილ სინდისიერებაში ამ რეჟიმის მხილებას გავაგრძელებ. ერთი არის ეს მედია ცენზურის კანონი, რაც თქვით, რომ კახაბექაურმა უნდა განსაზღვროს მის მოუწყებამ რა არის ეთიკური თუ არა ფარაზე და სამართლიანი და ობიექტური ფარაზე და დაუმორჩილებლობაზე, ანუ კანონზე მაყურებლისთვის ვამბობ, სადაც დაკოპირებულია შტატების პრეზიდენტი, კონგრესი, სახელმწიფო დეპარტამენტი, ამ ტიპის კანონზე ირკვევა, რომ 5 წლიანი პატიმრობაც კი შეიძლება იყოს მისი დარღვევის შემთხვევაში, რის მიღწევას ცდილობს რეალურად კანონების მთელი წყებით ივანიშვილი და როგორ აპირებთ ბრძოლას და შედეგების მიღწევას ასეთ პირობებში, როცა ყოველდღე ახალი კანონი ივანიშვილი ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ თითქოს მათთვის არაფერი შეცვლილა და ისინი კიდევ უფრო მეტად მოუჭერენ, ასე ვთქვათ, უხეშად რო ვთქვათ და კიდევ უფრო მეტ რუსულ კანონს. ჩემთვის ესეც რუსული კანონია. ეს არ არის შეგნებულად აკეთებენ ის სიტყვები, მართლა კი არ ჩარჩათ იქ სენატი და კონგრესი და ასე შემდეგ, ხო, რომელიც კანონ პროექტში ჩარჩათ, შეგნებულად გააკეთეს, რომ აი აღქმა შექმნან, რომ თითქოს მართლა გადმოკოპირებულია. ეს სიმართლე გითხრათ შეურაცხყოფაც არის ქართული საკანონმდებლო სისტემის და ზოგადად ქართული სისტემის და ფარსი კიდევ ერთი ხელისუფლება, რომელიც გვეუბნება, რომ ჩვენო ქართულ პოლიტიკას ვაკეთებთო და არავის არ მივცემთ ჩვენ სუვერენიტეტში ჩარევის შესაძლებლობასო, გვეუბნება, რომ აი ესე აბსოლუტურად შეურაცხყოფელად აიღო და ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება რუსული კანონი, ფრანგული კანონი, ბრიტანული კანონი თუ ამერიკული კანონი. კანონები, რომელიც მიიღება საქართველოში, ის უნდა იყოს ქართულ რეალობაზე მორგებული კანონი. მეორე ნაწილი პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას. მეორე საკითხს რაც შეეხება კანონს, როდესაც იღებ, ეს კანონი არ არის მარტო ცალკე აღებული სახელწოდება. ამ კანონის უკან დგას საკანონმდებლო მიზანი და ფარას გადმოაკოპირებენ თუ როგორ ვერსიას მიიღებენ, ამ რეჟიმის მიზანი არ არის ის, რა მიზანიც ფარას აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში. იქ მტრულ სახელმწიფოებს ებრძვის ფარა და ლობიზმის საკითხებს არეგულირებს და ჩვენთან აქ იცით ვის ებრძვიან ასეთი ტიპის კანონებით, ებრძვიან დასავლეთს, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს და არა რუსეთს. თუ მათ უნდათ სხვათა შორის ფარას მსგავსი ანალოგის მიღება, მათ ჰქონდათ ჩვენს მიერ დაინიცირებული კანონი, სადაც ტერს ქვია მტერი და რუსეთის ინტერესების საკითხებს ეხება ეს ჩვენი კანონი და შეეძლოთ რომ ის კანონი მიიღოთ, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ვიცით რა არის ხელისუფლების мотиваცია, ამასაც ძალიან ცხადად ხედავთ. ეხლა გამოსავალი რაშია? ესენი ყველანაირად ეცდებიან რომ მეტი და მეტი დრაკონული კანონი მიიღონ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის ბრძოლა, რომელიც მიმდინარეობს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, გულისხმობს შიდა ლეგიტიმაციას და გარეთ. შიგნით როგორ გრძელდება ბრძოლა? ხალხმოძრაობისმა გამოაქვეყნა გეგმა ახალი არჩევნები. იცით რა ნახე ეს გეგმა და მე ვერ ვიტყოდი. იცით რა მე ვერ ვიტყოდი რომ იქ რამე მიუღებელია, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დიდი ხანია არ ვიცი ხა ეს მაინც და მაინც ესე რაღაცა ტექნიკურ დონეზე არ ყოფილა რომ იქ რაღაცა ხელი მოგვეწერა და ასე შემდეგ, მაგრამ იქ რაც წერია ამ დოკუმენტში რაც წერია, მე არ ვფიქრობ რომ იქ რამე მიუღებელია. მე მგონი ყველასთვის ცხადია ჩვენ მაგალითად აბსოლუტური თანხwebdriver არის და მე ვფიქრობ პოლიტიკური აქტორებიც და არა მხოლოდ პოლიტიკური აქტორების საზოგადოებას დღეს
შეთანხმებულია იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება ახალი არჩევნები, სხვანაირად ქვეყანაში ვითარება შეიძლება. და მე ხო, ეხლა ნახეთ, ოცნება რო არ ნიშნავს ეს იწევს მე მესმის რომ ეს იწევს გარკვეულ ფრუსტრაციებს და ამას გარკვეულწილად ოცნება ხელს უწყობს ხოლმე თავისი აი ამ რაღაც ეგრეთ წოდებული ზოგი ვითომ ოპოზიციური პარტიით, ზოგი ვითომ ექსპერტით გამოაგორებს ხოლმე პერიოდურად და ცდილობენ რომ საზოგადოებაში რაღაც ნიშილიზმი დანერგონ, მაგრამ მე ასე არ უყურებ, მე ოპტიმიზმი იქნება. იცით რა მარწმუნებს, იმიტომ რომ არავის არ ეგონა მაგალითად ის რომ პროტესტი ამდენი ხანი გაგრძელდებოდა. არავის არ ეგონა მაგალითად ის რომ ოდესმე ივანიშვილს ვინმე ფინანსურ სანქციებს დაუწესებდა. თვითონ ივანიშვილსაც არ ეგონა, თვითონ ივანიშვილის გარემოცასაც არ ეგონა. არავის არ ეგონა ის რომ ოდესმე ესენი ძალადობისთვის მაგნიცკის სიაში მოხდებოდნენ. ხო, ანუ ეს ყველაფერი პროცესია. ჩვენ რაღაცა ილუზია არ უნდა გქონდეს იმისი, რომ ხვალ გავიღვიძებთ და ერთ დღეს ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ აი ახლა ივანიშვილი ხომ არ ელოდება ნერვები უნდა გვეყოს, რაც ყველაზე მთავარია, ტრამპთან დალაგების მომენტს. მე არ ვფიქრობ, რომ ტრამპთან მაშინ როცა გეოპოლიტიკა იცვლება, турბულენტური არის გარემო, ეს ივანიშვილის ამოცანას ხომ არ ამარტივებს. იცით რა, მე არ ვფიქრობ, რომ ტრამპთან დალაგდება ივანიშვილი, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა არ არის მხოლოდ ტრამპი, ხო, იქ ხელისუფლების დანაწილების